ომმა უკრაინაში თანამედროვე ომის მრავალი დამკვიდრებული რეალობა თალდაყირა დააყენა. იარაღის სისტემებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში დომინირებდნენ ბრძოლის ველზე, აღარ აქვთ იგივე გავლენა. ახალი და განვითარებადი სისტემები თანდათან ანაცვლებენ მათ, როგორც ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ცვლილება ყველა არმიისთვის, ყველა იმ არმიისთვის, რომელსაც შეუძლია მათი წარმოება ან შეძენა, ტანკის შემთხვევაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო სამხედრო ძალების მთავარი საყრდენი. ეპოქაში, რომელსაც სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ავტონომიური სისტემები, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დამიზნება, ოვლის მომცველი მეთვალყურეობა და ზუსტი დარტყმის ომი, ტანკის რეპუტაცია სერიოზულად შეილახა უკრაინის ბრძოლის ველებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე, იაფი და მეტად მანევრირებადი საბრძოლო დრონების მასშტაბური გამოყენება, რამაც ტანკების მიერ ადრე მოწოდებული მრავალი უპირატესობა პრაქტიკულად მოძველებულად აქცია. მაგრამ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება. აშშ-მ ახლახან წარადგინა ახალი ტანკი, რომელიც შექმნილია თანამედროვე ბრძოლის ველის გამოწვევების დასაძლევად და ტანკის უპირატესობის აღსადგენად მომავლის ბრძოლებში. ებში ეს არის Abrams M1E3. აი ამ უახლესი ამერიკული ჯავშანტექნიკის ინოვაციის კულისებს მიგმა ისტორია და რატომ აგვირდება მას მთელი მსოფლიოს არმიების შურით. Abramsis ტანკი, რა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე 10 წლეულია. აშშ-ს არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია. საწყისად 1980 წელს შეიარაღებაში მიღებული, ის წლების განმავლობაში მუდმივად განახლდებოდა და მოდიფიცირდებოდა, რათა ფეხი აეწყო ტექნოლოგიის განვითარებასა და ბრძოლის ველის მოთხოვნებთან. მიმდინარე ვერსია M1A2Z V3, რომელიც ასევე ცნობილია როგორც M1A2C, დაახლოებით 2017 წლიდან გამოჩნდა შეიარაღებაში. ეს ვარიანტი ასევე შედარებით ძველი M1A2Z V2-თან ერთად ამჟამად გადის უახლეს მოდერნიზაციის პროგრამას. ტანკებს უმაგრებენ თროფისთან თავსებადი დაცვის ინტეგრაციას, გაუმჯობესებულ კოშკის სტაბილიზაციას, კომპიუტერული სისტემების კომპლექტს, ტაბლეტებს, მაპსის მეორე თაობის დაცვის არქიტექტურას და სხვა დამატებებს. პროგრამა გაგრძელდება იმ დროსაც კი, როცა მიმდინარეობს ახალი M1E3-ის განვითარება, რომელიც საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს ისინი. მაგრამ არ შეგეშალოთ, M1E3 ამ ლეგენდარული ტანკისთვის დიდი წინსვლა. ეს იმიტომ, რომ ახალი ვერსია საფუძვლიანად გადაკეთდა, რათა მომავლის ბრძოლის ველებზე წარმატებით იფუნქციონიროს. უფრო კონკრეტულად, M1E3 მიზნად ისახავს შეცვალოს თუ როგორ მოქმედებენ მძიმე ჯავშანტექნიკის ძალები ბრძოლის ველებზე, სადაც სულ უფრო მეტ როლს თამაშობს ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები, FPV შეტევითი დრონები, შორ მანძილზე ზუსტი ცეცხლი და მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობა. და სწორედ ამიტომ აკვირდებიან მსოფლიოს სამხედროები ამ განვითარებებს ასე ყურადღებით. ყველა ცდილობს სასწრაფოდ მოერგოს ახალ რეალობას, მაგრამ M1E3 როგორც ჩანს პრაქტიკულ გამოსავალს თავაზობს. ერთი რამაა, როცა ტანკებს წარმოების შემდეგ სასწრაფოდ ამაგრებენ სხვადასხვა დამატებებს, როგორიცაა ანტიდრონული დამცავი გისოსები, ნაომსაწმენდი ტრავლები და დრონების სიგნალის ჩამხშობები, რათა მათი გადარჩენის შანსი გაიზარდოს ამ ახალი საფრთხეების წინააღმდეგ. მაგრამ M1E3 თავიდანვე ისეა დაპროექტებული, რომ ასეთი ულტრათანამედროვე ფუნქციები ორგანულად იყოს ინტეგრირებული. პირველ რიგში საგვარებს ერთ-ერთ მთავარ გაკვეთილს, რომელიც ტანკების ომმა უკრაინაში გვასწავლა. მძიმე ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს. მძიმე პლატფორმებს, რა თქმა უნდა, თავიანთი უპირატესობები აქვთ. ისინი შეიძლება აღიჭურონ უფრო სქელი ჯავშნით და დამატებითი მოდულური კომპლექტებით, როგორიცაა თასკის ურბანული გადარჩენის ნაკრები, სტრუქტურული მთლიანობის შეწირვის გარეშე. ეს მძიმე დამატებები მნიშვნელოვნად ზრდის წინააღმდეგობას კინეტიკური ენერგიის გამტეხებისა და ქიმიური ენერგიის საბრძოლო თავების მიმართ, შედარებით უფრო მსუბუქ კონსტრუქციებთან. უფრო მძიმე პლატფორმა ასევე ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დააყენოთ უფრო ძლიერი შეიარაღება. დამატებითი მასა უფრო ეფექტურად შთანთქავს ამ დიდი კალიბრის იარაღების ძლიერ უკუცემას, რაც საშუალებას იძლევა სტრაფის როლისას მაღალი სიზუსტე შენარჩუნდეს, ხოლო მშრალ და უდაბნო პირობებში ისინი უპირატესობას ინარჩუნებენ. მაგრამ ამ უპირატესობებს თან ახლავს დიდი მინუსი – მობილურობა. აღმოსავლეთ უკრაინის რბილ და ტალახიან პირობებში მძიმე ტანკები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის ჩელენჯერი, ადვილად ეფლობიან ტალახში და იჭედებიან. 70 ტონაზე მეტი წონის ტანკები ხშირად ვერ გადადიან სამოქალაქო ხიდებზე, ევროპასა და აზიაში საინჟინრო დახმარების გარეშე. მომავალი ოპერაციების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ ევროპასა და ინდოწყნარ ოკეანეში ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად ართულებს ლოგისტიკას. ამიტომ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საბრძოლო ტანკი, M1A2Z V3 უბრალოდ არ არის კარგად მორგებული ამ რეგიონებისთვის. მათი სრულად შეიარაღებული საბაზისო წონა დაახლოებით 73.6 მოკლე ტონაა, მაგრამ რეალური წონა ხშირად აჭარბებს 74 ტონას, როდესაც დაყენებულია სრული ურბანული გადარჩენის კომპლექტები და აქტიური დაცვის სისტემები. ზოგიერთი ძველი ვერსიის წონა შეიძლება 80 ტონასაც კი აღწევდეს, მას შემდეგ რაც მათ თანამედროვე ჯავშანი, სენსორები და უფრო მძიმე იარაღი დაამატეს.
ამავე წონის კატეგორიაში ერთადერთი სხვა თანამედროვე საბრძოლო ტანკებია ბრიტანული ჩელენჯერი მესამე და თურქული ალთაი, რომელთა წონა შესაბამისად 73 და 72 ტონაა. უმეტესობა თანამედროვე დასავლური ტანკებისა წონის მიხედვით ერთი საფეხურით ქვემოთაა და 65-დან 77 ტონემდე დიაპაზონში ხვდება. მაგალითად, გერმანიის უახლესი ლეოპარდის ვერსია 2A7+ დაახლოებით 67 ტონას იწონის, ხოლო ისრაელის მერკავა MK4M დაახლოებით 65 ტონას. სინამდვილეში ნაწილობრივ ჯავშან ტექნოლოგიაში ინოვაციების გამო აშკარა ტენდენცია, რომ მომავალი თაობის თანამედროვე საბრძოლო ტანკები კიდევ უფრო მსუბუქი იქნება. სამხრეთ კორეის K2 Black Panther დაახლოებით 55 ტონას იწონის, ხოლო ჩინეთის ტიპი 99A დაახლოებით 57 ტონას, რაც იგივეა როგორც მომავალი ფრანგული Leclerc XLR და MRT E3, როგორც ჩანს, მათ მაგალითს მიჰყვა. მოლოდინით დაახლოებით 60 ტონის წონით MRT E3 უნდა აღმოფხვრას უმეტესობა მანევრულობის პრობლემებისა წინა აბრამსის მოდელებთან შედარებით. SET V3-თან შედარებით 20-1-23%-იანი წონის შემცირება სავარაუდოდ გააუმჯობესებს MRT E3-ის სტრატეგიულ მანევრულობას, ხიდების გადაკვეთის შესაძლებლობას და განლაგების მოქნილობას. ეს უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ცვლილება ინდო-წყნარი ოკეანის თეატრში, სადაც ინფრასტრუქტურის შეზღუდვები, საზღვაო ტრანსპორტის შეზღუდვები და გამფენილი კუნძულების ოპერაციები კვლავ წარმოადგენს მთავარ ოპერაციულ გამოწვევებს. იგივე გააუმჯობესებს სტრატეგიულ მანევრულობას ევროპაში, რაც ტანკს მისცემს საშუალებას გადაკვეთოს მეტი ხიდი ნატოს ტერიტორიებზე და გააფართოებს ტრანსპორტირების ვარიანტებს. კიდევ ორი ახალი ფუნქცია კიდევ უფრო ზრდის MRT E3-ის მანევრულობას. ახალი ჰიბრიდული ამძრავი სისტემა და დაკიდების სისტემა. ახალი მსუბუქი მუხლუხები ამერიკული Rheinmetall-ისგანაა, ხოლო ახალი ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა, როგორც ჩანს, Horstmann გრუპიდან მოდის. ASHS-მა ადრე უკვე გამოსცადა ასეთ ტიპის დაკიდების სისტემა Abrams-ის ტანკებზე, მაგრამ გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ გამოიყენოს იგი MRT E3-ზე. ალბათ მიხვდებით რატომაც. ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა საშუალებას აძლევს ტანკის კორპუსს აწიოს და დასწიოს ისე, რომ ეს ზრდის გადარჩენის შანსებს და სხვა ოპერაციულ უპირატესობებსაც იძლევა. SET V3-ის წონისა და მანევრულობის შეზღუდვების აღმოფხვრის გარდა, MRT E3 ასევე აგვარებს SET V3-ის კიდევ ერთ ოპერაციულ ნაწილს, რაც ოპერაციული დაგეგმვის სპეციალისტებსაც და პენტაგონის ბუღალტერიასაც სახეზე ღიმილს არაჩენს. SET V3-ის გაზის ტურბინის ძრავა მას საწვავის დიდ მოხმარებას აძლევს. MRT E3-ის თავაზობს გადაწყვეტას, რომელიც ამ უკმაყოფილო სახეებს ღიმილად აქცევს. ეს არის ახალი ჰიბრიდული ძრავის სისტემა. ახალი ძრავის კონფიგურაცია მოიცავს მოდიფიცირებულ Caterpillar C13D ხაზოვან 6-ცილინდრიან ძრავს, რომლის სიმძლავრეა 1100 ცხენის ძალა და SAPA SCT 1075 LP გადაცემათა კოლოფს, რომელიც შეიცავს 250 ცხენის ძალის ელექტროძრავს. მოსალოდნელია, რომ ეს ჰიბრიდული არქიტექტურა მნიშვნელოვნად გაზრდის ოპერაციულ მანძილს და შეამცირებს თერმულ და აკუსტიკურ ნიშნებს. ამავდროულად დამატებითი ელექტროენერგია ბორტზე უზრუნველყოფს საჭირო ენერგიას მომავალი სენსორებისთვის, დაცვის სისტემებისთვის, მიმართული ენერგიის ტექნოლოგიებისთვის და ელექტრონული ომის შესაძლებლობებისთვის. ეს უნდა უზრუნველყოს, რომ ტანკი მომავალში შესაბამისი დარჩეს, რადგან საბრძოლო ველის პირობები გარდაულად განაგრძობს განვითარებას. ოპერაციების თანამშრომლებისგან ახალი სისტემის მიერ უზრუნველყოფილი დამატებითი მობილურობა და მოქნილობა დამტკიცების ნიშნებს უნდა დაიმსახურებს. გამოსალოდნელი 40-დან 50%-ზე საწვავის ეფექტიანობის გაუმჯობესება ასევე სასიამოვნო სიახლე იქნება ომის დეპარტამენტის ფინანსისტებისთვის. ეს პრაგმატული, თუმცა უახლესი სისტემა ასევე აკმაყოფილებს ASHS არმიის მიმდინარე მოდერნიზაციის პრიორიტეტებს. დოქტრინა ხაზს უსვამს ლოგისტიკური უზრუნველყოფის მოთხოვნის შემცირებასა და ბრძოლის ველზე გამძლეობის გაუმჯობესებას მასშტაბური საბრძოლო ოპერაციების დროს, სადაც საწვავის კოლონები ადვილი სამიზნეა მტრის დრონებისა და ზუსტი დათმობისთვის. MRT E3-ის შემცირებული საწვავის მოთხოვნები დამატებულ მობილურობასა და მოქნილობასთან ელობასთან ერთად სრულად შეესაბამება ამ ეთოს. ახლა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ შემცირებული წონა და უფრო რთული ძრავისა და ენერგიის სისტემა ალბათ სხვა კომპრომისებსაც ნიშნავს, განსაკუთრებით MRT E3-ის ცეცხლის ძალის ძალასა და დაცვაში და შესაძლოა ეკიპაჟის კონფიგურაციაშიც, მაგრამ კიდევ ერთხელ დაფიქრდით. MRT E3 ცეცხლის ძალაში, დაცვასა და ეკიპაჟის ერგონომიკაში კომპრომისი არ მიდის. პირიქით, მათ კიდევ უფრო აუმჯობესებს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება წინა აბრამსის ვერსიებთან შედარებით არის ავტომატური კოშკურისა და ავტომატური დამტვირთველის დანერგვა. თავარი ქვემეხი, როგორც ჩანს, იგივე მოდერნიზებული 120 მმ-იანი M246 გლუვდულიანი ქვემეხია, რომელიც დაყენებულია SCP V3-სა და აბრამსის სხვა, უფრო ახალ ვერსიებზე. სავარაუდოდ მასთან ახლავს კოაქსიალური ტყვი ამფრქვევი. საინტერესოა, რომ თავარი კოშკურა, რომელშიც მოთავსებულია M246, დამატებულია უფრო პატარა მეორადი კოშკურით, რომელიც მის სახურავზეა დამაგრებული.
ეს მეორადი კოშკურა აღჭურვილია 30 მმ-იანი Northrop Grummanis M230LF ქვემეხით, რომელიც გათვლილია 113 მმ-იანი საბრძოლო მასალის 30 ვაზნაზე. ასე რომ ფაქტობრივად MRTA-3-2 კოშკურა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ როცა მთავარი ქვემეხი მიზანში იღებს ტიპურ ტანკებს, შენობებს, ჯავშანს, მძიმე ტექნიკას და ასე შემდეგ, 30 მმ-იანი ქვემეხი შეძლებს გაუმკლავდეს შემოსულ თავდასხმებს იმ შემაწუხებელი დრონებისგან. მაგრამ ეს შორსაა იმ შესაძლებლობებისგან, რაც სავარაუდოდ საბოლოოდ ექნება MRTA-3-ის. ადრეულ პროტოტიპს, რომელიც იანვარში დეტროიტის ავტოშოუზე წარადგინეს, ჰქონდა Leonardo DRS-ის სტაბილიზირებული სამიზნე სისტემა, ელექტროოპტიკური და ინფრაწითელი კამერების კომბინაცია, ასევე EOS-ის დისტანციური იარაღის სადგური, ანუ RWS კოშკურის სათავზე. RWS აღჭურვილი იყო 40 მმ-იანი ავტომატური ხუმბარმთხოვრცნით, 7x62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით და ჯაველინის ანტიტანკური მართვადი რაკეტით. MRTA-3-ის სრული შეიარაღების პაკეტი შესაძლოა კიდევ გაფართოდეს, მათ შორის დაემატოს ბარაჟირებადი საბრძოლო მასალის გამშვები მოწყობილობები. მართლა ASHS არმიის მიერ მოწოდებულ უფრო ახალ ვიზუალიზაციაში კოშკურის უკანა კალათაში ჩანს სტრუქტურა, რომელიც თავდაცვის ანალიტიკოსი მარტინ ჩომსკი ვარაუდობს, რომ შეიძლება იყოს უპილოტო სახაერო აპარატის კონტეინერი, რომელიც განკუთვნილია დაზვერვისთვის. როგორც ხედავთ, მილიტარის შოუზე ჩვენ უბრალოდ არ ვიმეორებთ ერთსა და იმავე სათაურებსა და ამბებს, როგორც ხვები. ჩვენ გთავაზობთ ამ მომენტის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს. შევსებულია იმ მონაცემებითა და დეტალებით, რომლებიც გჭირდებათ ზუსტად იმის გასაგებად, რა ხდება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ასე რომ გამოიწერეთ არხი, რათა ყოველთვის იყოთ ინფორმირებული. თავდაცვითი შეიარაღების მხრივ, არმიამ ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა V3 მოდელთან შედარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტიური დაცვის სისტემა, ანუ APS. APS შედარებით ინოვაციური და მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა ტანკის თავდაცვით ტექნოლოგიებთან, როგორიცაა ასაფეთქებელი რეაქტიული ჯავშანი, ანუ ERA. ეს ჯავშანი ანადგურებდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ტანკის კორპუსზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მუხტების აფეთქებით, თუმცა ხშირად აფეთქება ახლო მდებარე ქვეითების ახლოსაც ხდებოდა. რაც მთავარია, ტანკებს დღეს უფრო მეტად ემუქრება ჭკვიანი იარაღები, მაგალითად ლაზერულად მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთა წინააღმდეგაც სწორედ APS-ია შექმნილი. SF-V3 აღჭურვილია ისრაელის Rafael ADS Trophy HV სისტემით, ხოლო მოსალოდნელია, რომ MRTA-3 გამოიყენებს XM241 Iron Fists. ორივე თავდაპირველად ისრაელის სისტემებია. პირველი დამზადებულია Rafaelis მიერ, ხოლო მეორე Elbit Systems-ის მიერ. მაგრამ XM241 რეალურად არის Elbit-ის ორიგინალი M241-ის ამერიკანიზებული ვერსია. XM241 უკვე გამოიყენება Bradley Square-თა საბრძოლო მანქანის M2A4E1 ვარიანტზე. ასევე მოსალოდნელია მისი ინტეგრაცია Roger 8 Striker-ის პორბლებიან მსუბუქ ჯავშან მანქანებზე და Bradley-ის ოჯახის მომავალი შემსვლელზე, რომელსაც დროებით XM30 ეწოდება. ამიტომ არ იქნება გასაკვირი თუ გავიგებთ, რომ Iron Fists დააყენებენ სხვა მსუბუქ ჯავშან მანქანებზეც. მაგრამ ძიმე საბრძოლო ტანკზე მისი დაყენება ASHS-ის არმიისთვის პირველი შემთხვევაა და ეს ცვლილება ხაზს უსვამს ახალ რეალობას, სადაც ტანკებმა უნდა გადარჩნენ და წარმატებას მიაღწიონ. ეს იმიტომ, რომ ეს ორი სისტემა APS-ში ორ განსხვავებულ ფილოსოფიას წარმოადგენს. ჰაერში განადგურება ნამსხვრევებით და ზუსტი ჩაჯვა ჭურვით. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ისინი ძალიან განსხვავებულ განადგურების მეთოდებს გვთავაზობენ. Trophy HV იყენებს თოფის მსგავს აფეთქებას, როდესაც აფეთქებით ფორმირებული დამაზიანებელი ელემენტები ან ლითონის ბურთულები მოახლოებული საფრთხის ტრაექტორიაზე იფანტება. ეს ქმნის ფართო განადგურების ზონას, დაახლოებით 10-დან 15 მეტრამდე მანქანიდან, რაც ეფექტურად ანადგურებს საბრძოლო ქობინს. საპირისპიროდ, Iron Fist უშვებს მინიატურულ კინეტიკურ გამანადგურებელ რაკეტას, მცირე ფეთქებად ფრაგმენტაციული საბრძოლო ქობინით. ის ფიზიკურად ეძებს და ეჯახება ან აფეთქდება მუქარის ობიექტთან ახლოს, უფრო დიდ დისტანციაზე, დაახლოებით 30-დან 50 მეტრამდე, რაც უფრო ზუსტ ჩართვას უზრუნველყოფს. 850 კილოგრამიანი ტროფის სისტემა ერთდროულად 6 გამანადგურებელს ატარებს. ის ოპტიმიზირებულია მძიმე მუქარებისთვის, როგორიცაა ATGM-ები და RPG-ები, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია ზემოდან თავდამსხმელი დრონების ან კინეტიკური ენერგიის, ანუ KE გამტეხების წინააღმდეგ. ნიშნულოვნად მსუბუქი 200-დან 250 კილოგრამამდე წონის Iron Fist სტანდარტულ კონფიგურაციაში 4 გამანადგურებელს ატარებს და აქვს ინტეგრირებული ელექტროოპტიკური ჩახშობის არაკინეტიკური განეიტრალების შესაძლებლობები მეორე თაობის ATGM-ების წინააღმდეგ. ის უნიკალურია იმით, რომ შეუძლია KE გამტეხების, მაგალითად ტანკის ჭურვების განეიტრალება, რადგან შეუძლია პროექტილის უფრო მკვეთრ კუთხეზე და უფრო შორ მანძილზე მოხვედრა. ეს ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მის ეფექტურობას დრონების წინააღმდეგ.
რადგან MRTE-3 შექმნილია KE და დრონებით სავსე სიტუაციებში გადარჩენისთვის, შეგიძლიათ მივხვდეთ, რატომ გადაწყვიტა აშშ არმიამ ამ სისტემაზე გადასვლა. Iron Fist-ის მსუბუქი წონა და შემცირებული გვერდითი ზიანი კარგად ერგება ტანკის ახალ დოქტრინას, რომელიც გულისხმობს ქვეითებთან და დრონებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ხოლო მისი შესაძლებლობა გაუმკლავდეს KE-ის გამტარებსა და დრონებს დამატებით დაცვის ფენას ქმნის, რასაც თროფი ვერ უზრუნველყოფს. მაგრამ MRTE-3-ის დამცავი შესაძლებლობები ნამდვილად არ მთავრდება ახალ აქტიური დაცვის სისტემაზე. სინამდვილეში წინა აბრამსის ვერსიებისგან განსხვავებით, ეს ტანკი ისეა დაპროექტებული, რომ გადარჩენის შესაძლებლობები უშუალოდ მანქანაშია ინტეგრირებული და არა მხოლოდ გარედან დამონტაჟებულ დამატებით კომპლექტებზეა დამოკიდებული. აშშ-ის არმიის წარმომადგენლებმა მისი მომავალი დაცვის შესაძლებლობები შეაფასეს როგორც იარაღის სისტემების განუყოფელ ნაწილად. ეს მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ ხდება გადასვლა ჩაშენებულ გადარჩენის არქიტექტურებზე, რომლებიც აერთიანებს აქტიურ დაცვას, ელექტრონულ ომს, ხელმოწერის შემცირებას და თანამედროვე ჯავშან ტექნოლოგიებს. თუ გჭირდებოდათ რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ აშშ ღრმად ინტეგრირებს უკრაინის ომი და მწარედ მიღებულ გაკვეთილებს, ეს არის პირველი მაგალითი. აი მეორე მაგალითიც. ტანკი იმართება ისეთი კონტროლერით, რომელიც ძალიან გგავს ან რეალურად წარმოადგენს სათამაშო კონტროლერს. MRTE-3, რომელიც აშშ-ის არმიამ 2026 წლის მარტში აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით იყენებდა Fantech-ის სათამაშო კონტროლერს. რატომ აირჩიეს ფართოდ გამოყენებული კომერციული სათამაშო კონტროლერი? როგორც პოლკოვნიკი რაიან ჰაუელი, MRTE-3-ის პროგრამის ხელმძღვანელი, ხუმრობით აღნიშნავს, ახლა ახალგაზრდა ჯარისკაცს ტანკის მართვის სწავლა მხოლოდ 30 წამ შეუძლია, მაშინ როცა ადრე ამას დღეები, ზოგჯერ კი კვირებით სჭირდებოდა. შეიძლება მან ოდნავ გაადიდა სწავლების დროის შემცირება, მაგრამ მან შემდეგ მოიყვანა მაგალითი, რომელიც ნამდვილად აჩვენებს, თუ როგორ სათამაშო კონტროლერის სწავლისთვის საჭირო დროს მნიშვნელოვნად ამოკლებს. ერთ კონკრეტულ ჯარისკაცზე საუბრისას მან თქვა, როდესაც პირველად დავსხედით მასთან ეკიპაჟის სამუშაო ადგილას, ის უკვე არმიიდან წასვლის პროცესში იყო, მაგრამ ის გვეხმარებოდა მნიშვნელოვანი დიზაინერული გადაწყვეტილებების მიღებაში. მან გითხრა, რომ ცოდნოდა ასეთ პლატფორმაზე მუშაობა შეიძლებოდა, არმიაში დავრჩებოდი. ზუსტად ამიტომ იყენებენ დრონების ოპერატორები უკრაინაში სათამაშო ან სათამაშო სტილის კონტროლერებს თავიანთ ოპერაციებში. ეს მეორე ბუნებაა დაახლოებით 3.6-დან 3.7 მილიარდამდე გატაცებებული მოთამაშისთვის მთელ მსოფლიოში. ახლა ავტომატიზირებული კოშკურები და მომხმარებელზე მორგებული კონტროლის კონფიგურაცია აუნჯობესებს სროლის სისწრაფესა და ეფექტურობას. მაგრამ სწორედ ავტომატური დამტვირთველის დანერგვაა, რაც შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია MRTE-3-ში. სინამდვილეში საკმაოდ იშვიათია, რომ ამერიკულ ტანკებს ან ზოგადად დასავლურ ტანკებს ჰქონდეთ ავტომატური დამტვირთველი. ტრადიციულად ეს უფრო საბჭოთა, რუსულ და ჩინურ ტანკებში გვხდება. მაგრამ ადვილი გასაგებია, რატომ გადაწყვიტა აშშ-მ ავტომატური დამტვირთველის გამოყენება. MRTE-3-ში მისი დამატება ნიშნავს, რომ ტანკს შეუძლია ეკიპაჟის ერთი წევრით შემცირება დამტვირთველის გარეშე. ასე რომ იმის ნაცვლად, რომ SET-FISAMI-ის სამართავად 4 ეკიპაჟის წევრი იყოს საჭირო, MRTE-3-ის ახლა მხოლოდ 3 სჭირდება. რაც შეეხება ტანკის შიგნით მოწყობას, ეს ნიშნავს F-18-ს, მეტ სივრცეს. და MRTE-3-ის კონსტრუქტორებმა ეს სივრცე გონივრულად გამოიყენეს ეკიპაჟის გადარჩენაზე ზრუნით. ახლა შემცირებული ეკიპაჟი განთავსებულია ჯავშან ტექაპსულაში, რომელიც კორპუსის შიგნითაა. ეს ქმნის ძლიერ ფიზიკურ ბარიერს ეკიპაჟსა და საბრძოლო მასალას შორის, რაც მნიშვნელოვნად იცავს მათ შესაძლო აფეთქებისგან. რუსული ტანკების ოპერატორები ალბათ შურით იწვიან. აბრამსი ყველა ვერსიაში ყოველთვის ცნობილია თავისი მტკიცე ჯავშნითა და ეკიპაჟის მაღალი დაცვის დონით, განსაკუთრებით რუსულ ტანკებთან შედარებით. მაგრამ აფეთქების საწინააღმდეგო პანელების შემთხვევაშიც კი ყოველთვის არსებობს რისკი, რომ საბრძოლო მასალის აფეთქებამ ეკიპაჟის წევრებს ზიანი მიაყენოს ან მოკლას. ამ ახალი კონფიგურაციით ეს რისკი ფაქტობრივად თითქმის ნულამდეა დაყვანილი. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ჯავშანი საკმარისად განძლია. ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ არმიამ დაადასტურა, რომ I-3-ზე ჯავშნის დონე იგივე დარჩება, რაც ადრე MRT ტანკებზე იყო, საბოლოოდ რომელი კონკრეტული ჯავშანი იქნება გამოყენებული ჯერ კიდევ გაურკვეველია. სინამდვილეში ახალი ტანკის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ბოლოს და ბოლოს ის ჯერ კიდევ პროტოტიპის ეტაპზეა. არმია აცხადებს, რომ იმედოვნებს დასრულებული ვერსიის წარმოება მომავალ წელს დაიწყება. ზუსტი ვადები დამოკიდებული იქნება ოპერაციული დანაყოფების მიერ ტესტირებაში გამოყენებული ადრეული პროტოტიპი ტანკების მუშაობაზე, რომლის დაწვებაც 2027 წელს არის დაგეგმილი. მაინც ჩვენ გაგვიმართლა, რომ ამ ეტაპზე ამდენი რამ ვიცით მასზე. პირველი ადრეული პროტოტიპი MRTE-3-ის ოფიციალური წარდგენა დეტროიტის ავტოშოუზე. იანვარში პროგრამის თავდაპირველ გრაფიკთან შედარებით რამდენიმე წლით ადრე მოხდა. რაც აქამდე გამჟღავნებული ინფორმაციიდან ცხადია, არის ის, რომ MRTE-3 თამამი განაცხადია. აშშ-ს სურს შეინარჩუნოს მძიმე ჯავშან ტექნიკის საბრძოლო მნიშვნელობა მომავლის ომებში და კიდევ უფრო მეტი. ბევრმა მთავარ საბრძოლო ტანკს ისტორიულ რელიკვიად მიიჩნია. მაგრამ მთავარი საბრძოლო ტანკის კონცეფციის მიტოვების ნაცვლად, არმია თავიდან აყალიბებს აბრამს მომავალი საომარი გარემოსტრის, რომელიც დღევანდელი უკრაინის ბრძოლის ველზე მიღებული მძიმე გაკვეთილებით არის ჩამოყალიბებული.
ეს არის გარემო, სადაც გადარჩენა ისეთივე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ელექტრონულ დაცვაზე, დაბალ შესამჩნევობაზე, ავტომატიზაციასა და მობილურობაზე, როგორც ტრადიციულ ჯავშნის სისქესა და ცეცხლის ძალაზე. და მე-1 ეს 3, როგორც ჩანს, ყველა საჭირო თვისება აქვს. მაშ არის თუ არა ეს ახალი რეალობისთვის იდეალური ტანკი. მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი დაუმარცხებელი იყოს. არაფერი არ არის ყოველ შემთხვევაში, დიდხანს არანსარა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დრონები ყველგანაა. ნებისმიერ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში არც ერთი პლატფორმა არ არის 100%-ით დაცული უპილოტო საჰაერო სისტემებისგან. ჯამერების გვერდის ავლა შესაძლებელია ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის მქონე დრონებითა და სხვა საშუალებებით, ხოლო აქტიური დაცვის სისტემები შეიძლება დიდი რაოდენობით შეტევამ გადატვირთოს. უკრაინის ფრონტის ხაზების ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით 4 ჩამონგდები, რომელსაც Iron Fist-ი გადატენვის გარეშე უშვებს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ჩანს. როდესაც ფინეთი ნატოში შევიდა, მან დაანგრია ილუზია, რომელსაც პუტინი ცდილობდა შეექმნა. რუსეთის პრეზიდენტის მუქარები არაფერს ნიშნავდა. ფინეთმა პუტინს ცხადად დაუპირისპირდა და ასრულა ერთადერთი რამ, რაც მას არ სურდა დაენახა. მაგრამ ეხლა რუსეთის პრეზიდენტისთვის ყველაფერი ბევრად უარესად ვითარდება. ფინეთმა რუსეთს საშიში ბირთვული გზავნილი გაუგზავნა. ნატოს ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდა. რაც შეეხება პუტინს, მან ახლახან გაიგო, რომ ბირთვული მუქარები, რომლებსაც ასე მარტივად ისვრის, შეიძლება უპასუხოს ძალამ, რომელიც ბევრად აღემატება რუსეთისას. დაიცადეთ ერთი წამით. შეიძლება თქვათ, აქ შეგაჩერებთ. ფინეთს ბირთვული იარაღი არ აქვს, ასე რომ როგორ შეიძლება რუსეთისთვის ბირთვული საფრთხე წარმოადგენდეს? კარგი კითხვაა და მართალი ხართ, ფინეთს ბირთვული იარაღი არ აქვს. მაგრამ რაც აქვს, ეს არის 1325 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან და წევრობა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში, რომელსაც ნამდვილად ბევრი ბირთვული იარაღი აქვს. და ეს არის პუტინის პრობლემა. ფინეთი არ ამბობს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღით დაარტყამს. ის ამბობს, რომ პირველად თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების ნებას დართავს, რათა მზად იყოს დარტყმისთვის ნებისმიერ მომენტში, თუ პუტინის მუქარები რეალობად იქცევა. 17 ივნის ფინელმა კანონმდებლებმა ახალ კანონზე კენჭი უყარეს, რომელიც ყველაფერს ცვლის. და 125 ხმით 61-ის წინააღმდეგ კანონი მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ფინეთმა ახლახან გააუქმა ბირთვული იარაღის მრავალწლიანი აკრძალვა, რაც შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ყველაზე დიდი ცვლილებაა. ნატოსთან გაღრმავებული ინტეგრაცია ამ გადაწყვეტილებაში აშკარად ჩანს. მაგრამ რუსეთისთვის ამ გადაწყვეტილების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს საბოლოოდ ნიშნავს, ნატოს აქვს შესაძლებლობა ბირთვული იარაღი პირდაპირ რუსეთის საზღვართან განათავსოს. ეს პუტინის ყველაზე საშინელი კოშმარია. და ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ფინეთმა მსუბუქად მიიღო. ხმის მიცემის შემდეგ X-ზე ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკინენმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ბირთვული იარაღის საერთო პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი იყო თავდაცვის სამინისტროში ამ საპარლამენტო ვადის განმავლობაში. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სწავლა, განხილვები, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებთან და სხვა მოკავშირეებთან მოლაპარაკებები და შეფასებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერება ნატოში. განაცხადა მან, როცა ეს გადაწყვეტილება ფინეთის უსაფრთხოებისა და ნატოს უფრო ფართო პოზიციისთვის რუსეთის წინააღმდეგ აუცილებლად შეაფასა. ფინეთის ბირთვული აკრძალვა გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ფინეთს აძლევს საშუალებას მიიღოს, გადაიტანოს და ხელი შეუწყოს ბირთვული იარაღის გადაადგილებას თავისი ტერიტორიის მასშტაბით, რაც ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რომელსაც წლების განმავლობაში იცავდა. უკრაინის ომამდე ფინეთს სურდა თავიდან აეცილებინა რუსეთის გაღიზიანება. სწორედ ამიტომ არ უერთდებოდა ფინეთი ნატოს და ამიტომაც ბირთვული იარაღის განთავსება ფინეთის ტერიტორიაზე არც კი განეხილებოდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. ეხლა რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს როგორც კონვენციური, ისე ბირთვული თვალსაზრისით. ამ ცვლილებასთან ერთად ფინეთმა უნდა მოერგოს და ამ ახალი კანონის მიღება, ან უпроსტորად ძველი კანონის ნაგლეჯებად ქცევა, არის ფინეთის გზა, რომ მიიღოს ის რეალობა, რომელსაც 2020-იან წლებში აწყდება და ამავდროულად აცნობს პუტინს, რომ ყოველდღე ვერაფერს ვერ მიიღებს ისე, როგორც თვითონ უნდა. პუტინის მიზანია, როგორც უკრაინის ომით, ისე მის ფარგლებს გარეთაც, რუსეთი წარმოაჩინოს როგორც სერიოზული საფრთხე ყველა იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც პუტინის ბრძანებას უსიტყვოდ არ ემორჩილება. უკრაინაში შეჭრა უნდა დასრულებულიყო ძალიან სწრაფად, რათა ეს საფრთხე კიდევ უფრო გაემყარებინა. მაგრამ წლების განმავლობაში სასტიკი ბრძოლებისა და რუსეთის მხრიდან პუტინის მუქარის შესრულებაში ჩავარდნის შედეგად ფინეთის თავდაცვის პოლიტიკა წლების განმავლობაში გარდაიქმნა და საბოლოოდ ეს შედეგი გამოიღო. ეხლა ბირთვული იარაღის გადატანა ფინეთის გავლით შესაძლებელია, რაც ნიშნავს, რომ ბირთვული გზა რუსეთამდე უფრო მოკლეა ვიდრე ოდესმე. ეს გადაწყვეტილება ასევე მიუთითებს ფინელების დამოკიდებულების ცვლილებაზე ბირთვული იარაღის მიმართ. ფინეთში ძალიან ცოტა სურს, რომ ბირთვული იარაღი მათ ტერიტორიაზე იყოს განთავსებული. როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ფინეთი 10 წლეულების განმავლობაში თავს არიდებდა ნატოში გაწევრიანებას და მას აქვს ღრმად ფესუგადგმული და გამართლებული შიში ბირთვული იარაღის გავრცელების მიმართ, რადგან რუსეთთან საზღვარი აქვს. მაგრამ ვლადიმირ პუტინის ქმედებებმა ფინეთი აიძულა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იდეალურ სამყაროში მას არასდროს მიიღებდა.
და ეს კიდევ ერთი დარტყმა ვლადიმირ პუტინისთვის. შიშს უნდა შეეჩერებინა ფინეთი მსგავსი ნაბიჯის გადადგმისგან. ამის ნაცვლად ვლადიმირ პუტინის ქმედებებმა ფინეთი აიჯულა მიიღო ნატოში მაქსიმალური როლი, რაც ალბათ საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა და არა სურვილით. და ამან მთლიანად შეცვალა ყველაფერი პუტინის გეგმებში ნატოსთან დაპირისპირების შესახებ მომავალში. მოდით ყველაფრის არსს შევხედოთ. ეხლა ფინეთს არ აქვს ბირთვული იარაღის პროგრამა, რაც სავარაუდოდ იმასაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტებიც. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი. ამ გადაწყვეტილებამ გახსნა შესაძლებლობა, რომ ბირთვული იარაღი ფინეთის გავლით გადაიტანონ და შესაძლოა ფინეთის ტერიტორიიდან გაუშვან რუსეთში. და ნატოს ბირთვული იარაღი არის ძალთა ბალანსის მთავარი გამასწორებელი, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. სტატისტას მიხედვით, ნატოს მოკავშირეები, რაც ძირითადად ნიშნავს აშერიშოს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, როგორც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს, 2026 წელს ერთობლივად რუსეთის წინააღმდეგ 4215 ბირთვული ქობინის გამოყენების პოტენციალი ექნებათ. სივი ომის პიკზე, როდესაც ბირთვული შეიარაღების რბოლა უმაღლეს წერტილზე იყო, ეს რიცხვი ბევრად უფრო მაღალი იყო. 1966 წელს ნატოს მოკავშირეებს ჰქონდათ წდომა 31492 ბირთვული იარაღზე, ხოლო რუსეთსაც დაახლოებით იგივე რაოდენობა ჰქონდა, რაც დიდწილად ხსნის, რატომ სურდა ფინეთს ნატოში გაწევრიანებისგან ასე დიდხანს თავის შეკავება. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი აქტიურად შეიჭრა უკრაინაში და რუსული მუქარები ბევრს, მათ შორის გერმანიის არმიის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტიან ფროიდენტალერს, აიძულებს პირდაპირ განაცხადონ, რომ ნატო უნდა იყოს მზად ომისთვის რუსეთთან. ცივი ომის დროინდელი გათვლები აღარ მოქმედებს. ფინეთი ვეღარ შეძლებს რუსეთის დაშოშმინებას და მისი სამიზნიდან თავის არიდებას. ამის ნაცვლად, ეხლა თავად უნდა დაუმიზნოს რუსეთს. და ეს ახალი გადაწყვეტილება ამის იდეალური გზაა. რუსეთისთვის ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ დაამტკიცა ბირთვული იარაღის განთავსება თავის ტერიტორიაზე. ეს ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან ყველაზე ახლოსაა, სულ მცირე, ნატოს თავდაცვითი პოზიციის თვალსაზრისით. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მასპინძლობენ ბირთვულ იარაღს, რომელიც მათ თვითონ შექმნეს. ამის გარდა 5 ქვეყანა მასპინძლობს აშშ-ში დამზადებულ ბირთვულ იარაღს: გერმანია, ბელგია, იტალია, თურქეთი და ნიდერლანდები. იარაღის კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ამ იარაღებიდან არც ერთი არ არის შეიარაღებული ან განთავსებული თვითმფრინავებზე. ყველა მათგანი ინახება WS-3 მიწისქვეშა საწევებში, ავიაბაზებზე და არც ერთი მათგანი ვერ იქნება შეიარაღებული აშშ-ის კონტროლირებადი ნებართვის მოქმედების ბმულის, ანუ PAL კოდების გარეშე. ამ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ისინი უნდა ჩაიტვირთოს ორმაგი დანიშნულების მქონე ნატოს გამანადგურებლებში ან ბომბდამშენებში და ყველა ამ ქმედებას აშშ-ში უნდა დაეთანხმოს და მიაწოდოს PAL კოდები. ერთი მხრივ ეს ნიშნავს, რომ ფინეთი არ წარმოადგენს დაუყოვნებლივ ბირთვულ საფრთხეს რუსეთისთვის. გარდა ამისა, მან მხოლოდ ახლახან გააუქმა თავისი ძველი კანონები. ჯერ არ ვიცით გამოიყენებს თუ არა აშშ-ში ფინეთის ავიაბაზებს ბირთვული იარაღის შესანახად. მაგრამ მეორე მხრივ პრაქტიკული საკითხები მომავლის პრობლემებია. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია გზავნილი. ნატო ძლიერდება და ფინეთი ამ ყველაფრის გულშია. ეხლა ნატოს ალიანსში იმ ქვეყანამ, რომელსაც ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს რუსეთთან, განაცხადა, რომ მზად არის ბირთვული იარაღის მისაღებად. ეს მხოლოდ თავისთავად საშიშია პუტინისთვის. ყველა მუქარ, რომელიც ოდესმე გაუკეთებია ნატოსთან დაკავშირებული ქვეყნის მიმართ, ეხლა უკან უბრუნდება და მას აშინებს ალიანსის ახალი წევრის წყალობით. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტისთვის საქმე კიდევ უფრო რთულდება, რადგან ფინეთის ბირთვული გადაწყვეტილება ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც ის აწყდება. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღმა დგას კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ნატო ახლა რუსეთს უფრო სერიოზულ ჩვეულებრივ და ბირთვულ საფრთხედ აღიქვამს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოდესმე არ იქონდა. ეს ყველაფერი ცვლის რუსეთისთვის. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ეს ის ტიპის ანალიზია, რომლის ნახვაც გსურთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ფინეთის მასშტაბური ბირთვული გადაწყვეტილება მოჰყვა ნატოს კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს, რომელმაც პუტინი დაძაბა. 8 ივნის ნატო გამოაცხადა, რომ გააძლიერა თავისი პოზიციები, უკიდურესი ჩრდილოეთისა და არქტიკის რეგიონებში. შექმნა რა ალიანსის უახლესი მრავალეროვნული წინწასული სახმელეთო ძალები, ანუ FLF. ეს FLF ოპერირებას 6 ივნის დაიწყო და განთავსებულია ფინეთსა და შვედეთში. მიუხედავად იმისა, რომ მას შვედეთი ხელმძღვანელობს როგორც წამყვანი ქვეყანა, FLF ფინეთი ნატოს მე-9 FLF-ია, რომლის პირველი ერთეული 2017 წელს შეიქმნა კოლექტიური თავდაცვის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამ FLF-ის შექმნის გადაწყვეტილება რეალურად 2024 წელს იქნა მიღებული, მალევე მას შემდეგ, რაც შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდნენ, ასე რომ რუსეთს ეწოდინებოდა, რომ ეს მოხდებოდა. ეხლა არასწორად ნუ გამიგებთ, ეს არ არის უზარმაზარი ძალა. ჩრდილოეთის თავდაცვის სექტორის მიხედვით, FLF ფინეთი შედგება შვედური ბატალიონისგან, რომელშიც იქნება 600 ჯარისკაცი, რაც აშკარად საკმარისი არ არის რუსეთის შესაჩერებლად, თუ ის სრულმასშტაბიან შეჭრას განახორციელებს ნორდიკული ქვეყნების ტერიტორიებზე. მაგრამ ეს არ არის თავარი. პირველ რიგში FLF ფინეთი შეიძლება გაიზარდოს სხვა ქვეყნების წვლილით. სინამდვილეში დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, დანია, ისლანდია და ნორვეგია უკვე განაცხადეს, რომ შვედეთთან და ფინეთთან ერთ-ერთად იმუშავებენ ამ ძალის განვითარებაზე. ასე რომ 600 ჯარისკაცი მხოლოდ საწესი წერტილია და არა სრული ძალა, რომელსაც FLF ფინეთი გამოიყენებს.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ FLF ფინეთი ნიშნავს, რომ ნატოს ახლა აქვს შესაძლებლობა კოორდინაცია გაუწიოს სახმელეთო ძალებს. რეგიონში, რომელიც როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველია იმ ადგილებს შორის, სადაც რუსეთი შეეცდებოდა შეჭრას. თუ პუტინი სრულად დაკარგავს გონებას და გადაწყვეტს, რომ უკრაინაში მარცხი ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა გაამწვავოს სიტუაცია მთელ ევროპაში. ვინ იცის, იქნება ეს FLF საბოლოოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფინეთის ახალი ბირთვული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ბირთვული იარაღზე საუბრის გაგრძელებისას ფინეთი მარტო არ არის იმაში, რომ პუტინს აგრძნობინოს. თუ ცეცხლთან თამაში გააგრძელებს EPS, აუცილებლად დაიწვება. 18 ივნისს, სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ფინეთმა ახალი კანონი მიიღო, ბრიტანეთის თავდაცვის ჟურნალი იტყობინებოდა, რომ ნატოს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფმა მინისტრული განცხადება გაავრცელა. ეს თავისთავად შეიძლება განსაკუთრებულად არ ჩანდეს, მაგრამ ამ განცხადების მნიშვნელობა იმაშია, რომ ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ნატოს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფმა 2007 წლის შემდეგ გაავრცელა და ის მთლიანად ეხებოდა ნატოს ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და ალიანსის ბირთვული დაგეგმვის შესაძლებლობების გაძლიერებას. დროის დამთხევა ძალიან იდეალურია, რომ უბრალოდ შემთხვევითობა იყოს. ეს არის ნატოს ქმედება, რომელიც იმ დანას, რომელიც ფინეთმა ახლახან პუტინის გვერდში ჩაარჯო, კიდევ ოდნავ ატრიალებს. ეხლა ეს განცხადება არაფერს განსაკუთრებულად დრამატულს არ შეიცავს. მასში არ წერია, რომ ნატომ მზად არის ნებისმიერ წამს ბირთვული იარაღი გაუშვას რუსეთის მიმართულებით. მაგრამ როგორც ერთმა ანონიმურმა ნატოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომელსაც ციტირებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ჟურნალი, ეს აჩვენებს, რომ ნატო ექსპედიციური მოქმედებებიდან ევროატლანტიკურ სივრცეში აქტიური თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკას დაუბრუნდა. და ეს ყველაფერი არ არის. იგივე ოფიციალური პირი ამბობს, რომ აშეჰეთში სრულად ეთანხმება ამ ცვლილებას. უარყოფს მტკიცებებს, რომ აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰექსეტი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ შესავალი სიტყვით გამოვიდა, სადაც განცხადება მომზადდა. ოფიციალური პირი ამბობს, რომ აშშ-ში სრულად უჭერს მხარს ნატოს ბირთვული გაზიარების მისიას. ოფიციალური პირის თქმით, ის საფრანგეთთან გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად აქტიურად ახორციელებს თავისი ბირთვული ძალების მოდერნიზაციას. ისინი ამატებენ, რომ აშშ-შმა არაერთხელ დაადასტურა თავისი ბირთვული გარანტია ნატოს დანარჩენი წევრებისთვის, მიუხედავად ინდივიდუალური ცვლილებებისა. ეს განცხადება გაკეთდა მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით ხდება B-52 ტიპის ბომბდამშენების ფლოტის კორექტირება და არსებობს მტკიცებები, რომ აშშ აპირებს შეანციროს ევროპული ნატოსთვის ხელმისაწვდომი ღრმა დარტყმის შესაძლებლობები საბრძოლო გემების გამოყვანით და ნატოსთვის ხელმისაწვდომი F-16 და F-15E ტიპის გამანადგურებლების რაოდენობის 150-დან 100-მდე შემცირებით. ჩვენ ერთი წუთის წინ დროის საკითხი ვახსენეთ და აქ მხოლოდ ფინეთის გადაწყვეტილების დრო არ არის მნიშვნელოვანი. ნატოს ახალი განცხადება გაკეთდა დაახლოებით 1 თვის შემდეგ, რაც რუსეთმა ბელარუსთან ერთად სამდრიანი წვრთნები ჩაატარა და NBC News-ის ინფორმაციით წვრთნებში მონაწილეობდა 64,000 ჯარისკაცი, 200 სარაკეტო დანადგარი, 140-ზე მეტი თვითმფრინავი, 73 საბრძოლო გემი, 13 წყალქვეშა ნავი და 8 კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბირთვული კობინებით. ეს წვრთნები აშკარად იყო მცდელობა ბირთვული იარაღით მუქარის, როგორც რუსეთს არაერთხელ გაუკეთებია ადრე. და არსებობს ვარაუდი, რომ ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ ჯარისკაცების მომზადებაზე, თუ როგორ განალაგონ ორეშნიკის ჰიპერბგერითი რაკეტები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით ბელარუსშია განთავსებული. ვლადიმირ პუტინი აქტიურად ატარებს ბირთვული იარაღით მუქარის პოლიტიკას. როგორც ფინეთმა, ასევე ნატომ აჩვენეს რუსეთის ლიდერს, რომ მხოლოდ მას არ შეუძლია ბირთვული მუქარით ძალის დემონსტრირება. საინტერესოა, რომ ის, რაც ახლახან ვიხილეთ ფინეთისა და ნატოსგან, შესაძლოა ზუსტად ის იყოს, რასაც ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭო საჭიროებად მიიჩნევდა 17 ივნისის სტატიაში, სადაც რუსეთი ბომბიანი დათვი უწოდა. ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მთავარი არგუმენტი იყო, რომ ევროპულ ნატოს დამატებითი ძალის ხმევა სჭირდებოდა, რათა ბირთვულ შესაძლებლობებში არსებული ხარვეზები შეევსო. თუმცა სტატიის ძირითადი ნაწილი უფრო იმაზე იყო კონცენტრირებული, თუ როგორ უნდა მოძებნოს ევროპულმა ნატომ გზა ამის გაკეთებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მუდმივი გაურკვევლობა აშშ-ის ნატოსადმი პოზიციასთან დაკავშირებით. ამიტომ შესაძლოა ფინეთის ბოლო ქმედება სხვა კუთხითაც შევაფასოთ. თუ აშშ-ში სურს ბირთვული იარაღის განთავსება ფინეთში, მაშინ ჩვენიერია. იმ ოფიციალურ პირის პოზიცია, რომელმაც ბრიტანეთის თავდაცვის ჟურნალთან ისაუბრა, რეალობა და რუსეთი უზარმაზარ შემაკავებელ ძალას აწყვეტება. მაგრამ თუ ნებისმიერი მიზეზით აშშ ევროპიდან ბირთვული იარაღს გაიყვანს, ფინეთი მაინც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მათი ბირთვული იარაღისთვის პოტენციურ ადგილს სთავაზობს. რაც მაინც ნიშნავს, რომ რუსეთზე არსებობს აშკარად ძალიან რეალური საფრთხე, თუ პუტინი ტრადიციულს გადააჯარბებს და ბირთვული იარაღის გამოყენებას ზედმეტად თუ მოინდომებს. აშშ-ის ბირთვული ქოლგა უახლოეს მომავალში შეუცვლელია. ევროპელებს მისი მიტოვება არ შეუძლიათ. მაგრამ მათ უნდა შექმნან რაღაც, რაც მის მსგავს შეკავების ეფექტს შექმნის, რათა რუსეთის ლიდერებმა არ აღიქვან ამერიკის მიერ ევროპის დაცვის მიტოვება როგორც შესაძლებლობა. გამოიყენონ თავიანთი გამარჯვების თეორია, კონცეფციები და შესაძლებლობები, B აცხადებს ICFR. შესაძლოა ჩვენ ხედავთ პირველ ნაბიჯს იმისკენ, რომ შეიქმნას რაღაც, რაც შეძლებს იმავე შეკავების ეფექტის შექმნას, რასაც ახლა აშშ-ში უზრუნველყოფს. აშშ-ში და თუ ასეა, ფინეთი ამ ყველაფრის გულშია. დაუბრუნდეთ ფინეთს, როცა ვიდეოს ვასრულებთ. ბოლო თვეებში ფინეთმა სხვა ნორდიულ ქვეყნებთან ერთად დაიწყო ხმამაღალი შეშფოთების გამოხატვა რუსეთის სამხედრო გაძლიერების გამო საზღვრებთან. თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ეს გაძლიერება, რომელიც მოიცავს ახალი პარაკებისა და ობიექტების აშენებას, შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა 115,000 ჯარისკაცი განათავსოს ნორდიული დალი და ბალტიისპირეთის რეგიონების საზღვრებთან.
ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა ნატოს ზოგიერთი წევრი ვარაუდობს, რომ რუსეთთან ომი შეიძლება მომდევნო 3-დან 5 წელიწადში დაიწყოს, როგორც GIS-ის ანგარიშები ამბობს. ასე რომ ფინეთმა ეს მასშტაბური ბირთვული გადაწყვეტილება უბრალოდ თავისით არ მიუღია. ფინეთმა ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმიტომ მიიღო, რომ რუსეთი ძალიან აშკარად აჩვენებს, პუტინი რაღაცას გეგმავს. თუ ეს რაღაც ნატოზე თავდასხმაა, მაშინ 10,000-ობით ჯარისკაცი ნორდიულ და ბალტიისპირეთის საზღვრებზე ბუნებრივ საწყის წერტილად ჩანს. ფინეთს სჭირდება, რომ რუსეთი შეაჩეროს ამ გეგმების განხორციელებისგან ნებისმიერი შესაძლო გზით. ქვეყნის ბირთვული გადაწყვეტილება არის თავდაცვის კურსში მრავალწლიანი ძირეული ცვლილებების კულმინაცია, რომელსაც ფინეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა. თუმცა ფინეთს ბოლო რამდენიმე ათეული წელი რუსეთი არასდროს მიუღია მსუბუქად. დიახ, ფინეთი ნატოში არ შედიოდა მანამ, სანამ პუტინმა ფინელები ამისკენ არ უბიძგა. მაგრამ ისე არ იყო. თითქოს ფინეთი რუსეთის მიმართ სრულიად ნეიტრალური ყოფილიყო. როგორც GIS-ის ანგარიშები აჩვენებს, ფინეთი ერთ-ერთი იმ რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი არ დააკლო სიფრთხილე. სხვა ქვეყნები ცდილობდნენ ახალი რუსეთის მიღებას, რომელიც შემდეგ იქცა იმად, რასაც დღეს ვხედავთ. ფინეთი კი ჩუმად ემზადებოდა ბრძოლისთვის, რომელიც ყოველთვის ეგონა რომ შეიძლებოდა დაწყებულიყო. ამის ნიშნებს ფინეთის სამხედრო ძალებშიც ვხედავთ მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის არმიაში მხოლოდ 24,000 მოქმედი სამხედროა, ფინეთს ჰყავს 870,000 რეზერვისტი და თითქმის 54,000 აპარამილიტარული ძალა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა მხოლოდ ოდნავ აღემატება 5.6 მილიონს. ფინეთმა არასდროს შეწყვიტა ჯარისკაცების მომზადება და როდესაც რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა, რამაც ფინეთი ნატოში გაწევრიანებისკენ უბიძგა, დავინახეთ რატომაც. ეხლა როცა ფინეთი უფრო მეტად საბრძოლო რეჟიმს უახლოვდება, მისი მომზადება, რომელიც 90-იან წლებში შესაძლო უაზროდ მიეჩნიათ, შედეგს იძლევა. ესტონეთთან ერთად ფინეთი ფინეთის ყურეზე დომას აკონტროლებს. ეს პერკეტია, რომელიც შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. GIS-ის ანგარიშის მიხედვით ადრე განხილული FLF შეიძლება 6,000 ჯარისკაცამდე გაიზარდოს. და ეს ნორდიული საჰაერო ძალების ნატოს მხარდაჭერით უზრუნველყოფს საჰაერო უპირატესობას, რომელიც საჭიროა რუსეთისთვის ფინეთის ყურეზე წვდომის აღსაკვეთად. და ახლა ბირთვული იარაღის გადაადგილება ფინეთის ტერიტორიაზე ნებადართულია. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინს სერიოზული პრობლემა აქვს ფინეთთან დაკავშირებით. და ეს პრობლემა აქედან მხოლოდ გაიზრდება. ეხლა უკვე ბირთვული იარაღიც ემატება ყველა სხვა მზადებასთან ერთად. ხვალ ფინეთი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ივნისის დასაწყისში ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა შესთავაზა 8,8 მილიარდი დოლარიდან. ეხლა ის 2029 წლისთვის ცოტაზე მეტს, 16 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო შემდეგ ხარჯები დაახლოებით 17.2 მილიარდ დოლარზე შენარჩუნდება 2026 წლამდე. ეს წინადადება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ის სრულყოფილად ასახავს იმ განწყობას, რომელიც ფინელებს ამჟამად რუსეთის მიმართ აქვთ. პუტინი საფრთხეა. ფინეთის პასუხი ამ საფრთხეზე შიშით უკან დახევა არ ყოფილა. ფინეთმა აჩვენა პუტინს, რომ რუსეთი ვერ დააშინებს ფინეთს და ვერ აიძულებს უკან დაიხიოს. ეს პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდება, სამხედრო ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება და თუ ნატო სრულად გამოიყენებს ფინეთის ბირთვულ გადაწყვეტილებას, რუსეთის მიმართ შემაკავებელი ძალა უფრო მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილა. უკრაინაში ომი უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება და ეს არის ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი, რაც რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნახავს. მაგრამ ბრძოლაში დანაკარგი მხოლოდ ადამიანებს არ შეხებია, ტექნიკაც დაიკარგა, კერძოდ რუსული ტანკები. ციფრები აქ მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ მათთან ახლავს მნიშვნელოვანი დათქმა, რადგან წყაროები განსხვავდება. ყველაზე კონსერვატიული და საბუთებადი მონაცემები ეკუთვნის ORIX, ღია წყაროების სადაზვერო პროექტს, რომელიც ითვლის მხოლოდ იმ დანაკარგებს, რომლებსაც ფოტოთი ან ვიდეოთი დაადასტურებს. ამგვარად, ORIX-მა დაადასტურა დაახლოებით 4,400 რუსული ტანკის განადგურება, დაზიანება, მიტოვება ან ხელში ჩაგდება 2022 წლის თებერვლიდან 2026 წლის ივნისამდე. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთი აგრძელებს ტანკების ჩანაცვლებას და ზოგიერთი წყაროს მიხედვით შესაძლოა ახლა უფრო მეტი ტანკი ყავდეს მოქმედებაში, ვიდრე ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. ეს ისე ჟღერს, თითქოს კიევს უნდა აღელოს. თუმცა ამ მზარდი სატანკო პარკის უკან დამალული ბინძური საიდუმლო ისაა, რომ რუსეთს მისი გამოყენება თითქმის არ შეუძლია. იმიტომ რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მოსკოვმა თავისი ჯავშან ტექნიკის აღდგენას მოანდომა, უკრაინამ ჩუმად გაცილებით უფრო გამანადგურებელი რამ გააკეთა, ვიდრე ტანკების სათითაოდ განადგურება. უკრაინამ თავად ბრძოლის ველი შეცვალა და ამით ძირითადი საბრძოლო ტანკი, რომელიც 100 წელზე მეტია სახმელეთო ომებს მართავდა, თითქმის უსარგებლო და საზიანო გახადა. შედარებისთვის უკრაინის დადასტურებული ტანკების დანაკარგი დაახლოებით 1400 შეადგენს და თავად ORIX-ი მიუთითებს, რომ ეს მინიმუმია და არა მაქსიმუმი, რადგან კიდევ ერთხელ ის მხოლოდ იმ დანაკარგებს ითვლის, რომელთა დადასტურებაც ფოტოებით ან ვიდეოებით შეუძლია. ამიტომ განადგურებული ტექნიკის რეალური რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს. სხვა აგრეგატორი მიუთითებს, რომ ეს ანგარიშები ასახავს მხოლოდ რეალური რუსული ტანკების დანაკარგების 50-70%-ის, რაც ნიშნავს, რომ რეალური რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს, სავარაუდოდ 6300-დან 8800 ტანკამდე. უკრაინის გენერალური შტაბი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეს რიცხვი 10,000 აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს, ის მოდის მთავრობისგან, რომელსაც სარგებელი აქვს მტრის განადგურებული ტექნიკით. ამიტომ ეს რიცხვი მაქსიმუმად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ რომელი რიცხვიც არ უნდა აიღოთ, მინიმუმ რუსეთმა დაკარგა ომამდე არსებული მთელი აქტიური ტანკების ფლოტის ეკვივალენტი და ალბათ ორჯერ მეტი. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიხედვით, რუსეთმა ომი დაიწყო დაახლოებით 3000 აქტიური ტანკით და სავარაუდოდ 3-ჯერ მეტი ჰქონდა საწყობში. და ინსტიტუტის გამოთვლებით, მხოლოდ პირველი 13 თვის განმავლობაში 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე რუსეთმა თითქმის 1900 აქტიური ტანკი დაკარგა. მოქმედი ტანკების ფლოტის ნახევარზე მეტი ერთ წელს ცოტა მეჩი გაქრა. თანამედროვე ეპოქაში არც ერთ არმიას ასეთი ტემპით ჯავშან ტექნიკა არ დაუკარგავს. მაშ როგორ ხდება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთი ახლა უფრო მეტ ტანკს აპენებს მწოფში, ვიდრე ომის დაწყებისას ჰყავდა? პასუხი იმ საცავებშია, რომლებიც ვახსენეთ. იქ არსებული ტანკების უმეტესობა საბჭოთა კავშირის დროიდანაა დაგროვილი, როცა მოძველებულ ტექნიკას უბრალოდ ინახავდნენ და პერიოდულად უტარებდნენ ტექნიკურ მომსახურებას. აი, EDSS-მა განაცხადა, რომ რეზერვში შეიძლება იყოს 9000 ტანკი, მაშინ როცა ზოგიერთი წყარო არაუდობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება 5 ნიშნა იყოს. OSINT-ის მკვლევარმა ჯომპიმ სატელიტური სურათები გამოიყენა ტანკების სადგომების დასათვლელად და უფრო მოგრძალებული რიცხვი 7342 ტანკი დაასახელა. და როდესაც დანაკარგები 2023 და 2024 წლებში გაიზარდა, კრემლს მარტივ არითმეტიკაში პრობლემა შეექმნა. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, რუსეთის ერთადერთი ქარხანა, რომელიც ნულიდან ნამდვილად ახალ ტანკებს აშენებს, ურალვაგონზავოდი ნიჟნი ტაგილში, წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 250 ახალ თანამედროვე T-90M ტანკს აწარმოებს. ომსკის ქარხანა კიდევ 150 T-80 BVM-ს აწარმოებს, რაც ძველი მოდელის მოდერნიზებული ვერსიაა. ეს წელიწადში მხოლოდ 400 ტანკია, მაშინ როცა დანაკარგები საშუალო თვეში მინიმუმ 85 შეადგენდა. ამიტომ რუსეთს საბჭოთა დროიდან დარჩენილი 1000-ობით ძველი ტანკის საცავებისთვის უნდა მიემართა. ყოველი მეორე ეგრეთ წოდებული ახალი ტანკი, რომელიც ფრონტზე მიდიოდა, საბოლოოდ საერთოდ არ აღმოჩნდა ახალი. ეს იყო ძველი საბჭოთა კორპუსი, რომელიც საწყობიდან გამოიტანეს, დაშალეს ახალი ოპტიკით, რადიოებითა და რეაქტიული ჯავშნით აღყურვეს გვერდებზე და ისევ სამსახურში დააბრუნეს. მაგრამ აქ იწყება თითქმის აბსურდი. და სწორედ აქ ხედავთ, როგორ აკეთებს რუსული ინდუსტრია ისეთ რაღაცებს, რაც არქეოლოგიას ემიჯნება. როდესაც რუსეთმა უფრო მარტივი ვარიანტები ამოწურა, საბოლოოდ მივიდა ეზოებში მდგარი უფრო ძველი ტანკების რიგამდე, დაახლოებით 1000-მდე T-62-ია, რომლებიც 1970-იანი წლების დასაწყისს ეკუთვნის. ეს მანქანები იმდენად იყო დეგრადირებული, რომ მათი ძრავები მკვდრად ითვლებოდა. ამიტომ 2024 წლის სექტემბერში ინდუსტრიის წარმომადგენელმა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ რუსულმა ინდუსტრიამ დაიწყო ეგრეთ წოდებული ახალი რეგენერაციის პროგრამა. მათ იღებდნენ ამ 45 ტონიანი ტანკების ძველ ძრავებს და აღადგენდნენ მათ ახალი შიდა ნაწილებით. ფაქტობრივად აცოცხლებდნენ ძრავებს, რომლებიც ჯართად იყო ჩამოწერილი. სივრცულე იმაში იყო, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ დაახლოებით 100 მუშა ძრავის წარმოებას ელოდნენ, რაც საკმარისი იქნებოდა მხოლოდ იმ შენახული T-72A-ების დაახლოებით 10%-ისათვის. ასე რომ 2024 წლის დეკემბერში რუსეთმა გააორმაგა ძალისხმევა და ლენინგრადის ოლქში მდებარე კინგისევის მანქანათმშენებლობის ქარხანამ გააფორმა კონტრაქტი სხვა, უფრო ძლიერი ძრავის აღსადგენად, რომელიც ასევე თავსდება T-72-აზე. რუსეთი იმდენად იყო გადაწყვეტილი, რომ 50 წლის ტანკები ისევ გზაზე დაეყენებინა, რომ მთელი ინდუსტრიული ძალისხმევა მიმართა მწყობრიდან გამოსული ძრავების აღსადგენად. ახალი კომპონენტებით 1970-იანი წლების T-72A-ს შეიძლება მიეცეს ისეთი სახე, რომ დაახლოებით დაემსგავსოს თანამედროვე T-72B3M-ს, თუმცა არასდროს იქნება ისეთივე დაცული. ანალიტიკოსმა ჯომპიამ თქვა, რომ სწორედ ამ მომენტში დარწმუნდა, რომ რუსეთს ჰქონდა განზრახვა, აღედგინა თითქმის მთელი თავისი საცავში არსებული ტექნიკა, ყველაფერი რაც ბოლომდე არ იყო დაჟანგებული. მოდით რეალურად ჩავატაროთ ტანკების გამოთვლა, რადგან ეს არის მთელი ამ ისტორიის საფუძველი. როგორც ვახსენეთ, რუსეთმა დაიწყო დაახლოებით 3000 მოქმედი ტანკით. მან დაკარგა სადღაც 4400 დადასტურებული ტანკი, მაქსიმუმ 6000-მდე ახალმა წარმოებამ შესაძლოა დაამატა დაახლოებით 1600 ტანკი, ორ ყველაზე თანამედროვე მოდელში. და საწყობებიდან ამოღებამ შეიძლება გამოიღო დაახლოებით 5000 აღდგენადი კორპუსი. მას შემდეგ რაც გამოაკელით დაახლოებით 2100, რომლებიც ან იმდენად იყო დაჟანგებული, რომ ვეღარ გადარჩებოდა, ან ეკუთვნოდა ძველ T-64 ოჯახს. როცა ამას ყველაფერს ერთად დაუმატებთ, რუსეთის სახმელეთო ძალებს შეიძლება ყავდეთ სადღაც 3600-დან 5200-მდე ტანკი თუ დანაკარგების ქვედა ზღვარს ვარსავირებთ. ეს ზედამაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება საწყის ძალას. ასე რომ თეორიულად რუსეთმა აღადგინა თავისი ჯავშან ტექნიკის ძალა და კიდევ უფრო გაზარდა იგი. მაგრამ იგივე ძალა სულ უფრო და უფრო ძირითადად მუზეუმის ექსპონატებისგან შედგება. იმის გასაგებად, რატომ ხდება ასე, სუსტად უნდა დავაკვირდეთ, რა ტიპის ტანკებია ამ სატანკო პარკში, რადგან ყველა ტანკი ერთნაირი არ არის და რუსეთის არსენალი ყველაფერს გვეუბნება არმიაზე, რომელიც წარსულში ბრუნავს, რათა შეავსოს თავისი რიგები. ეხლა დავიწყოთ მუშა ცხენით, T-72-ით.
პირველად საბჭოთა ქარხნებიდან 1972 წელს გამოვიდა. T-62 შექმნილი იყო იაფი, მარტივი, განძლე და 10,000-ობით წარმოებისთვის. ჯავშან ტექნიკის სამყაროში იგივე რაც AK-47. და ის ყველგანა, რადგან ეს არის ყველაზე გავრცელებული ტანკი ამ ომის ორივე მხარეს, რადგან უკრაინამაც უზარმაზარი რაოდენობით მიიღო ისინი. თანამედროვე რუსული ფრონტის ხაზის ვერსიებია T-62B3 და განახლებული T-62B3M, უკეთესი ცეცხლის მართვის სისტემით და რეაქტიული ჯავშნით. მაგრამ T-62 ასევე გახდა ტანკი, რომელიც კატასტროფული განადგურების გლობალურ მემად გადაიქცა. ორიქსის ვიზუალურად დადასტურებული მონაცემებით რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 1800 T-62, რაც ნებისმიერ სხვა ტიპზე მეტია. ამის მიზეზი თავად ტანკის კონსტრუქციაშია ჩადებული, რაზეც მოგვიანებით დავბრუნდებით, ით როცა სხვა ტიპებსაც განვიხილავთ. მეორე მოდელია T-80, რომელსაც თავისი პრობლემებიც აქვს. 1976 წელს შემოღებული, ეს იყო მსოფლიოში პირველი მასიურად წარმოებული ტანკი, რომელსაც გაზტურბინიანი ძრავა ჰქონდა. იგივე პრინციპით მუშაობს როგორც ვერტმფრენი ან რეაქტიული თვითმფრინავი. ამან ტანკი ძალიან სწრაფი და თავის ომისთვის საკმაოდ ჩუმი გახადა. მას შეეძლო ღია ადგილებში საათში 40 მილამდე სიჩქარის განვითარება. საბჭოთა კავშირმა და მოგვიანებით რუსებმა დაახლოებით 5400-დან 5500-მდე ასეთი ტანკი ააგეს, ხოლო წარმოება 2001 წლამდე გაგრძელდა. უკრაინაში T-80 დაუღალავად გაანადგურეს. 2024 წლის დეკემბრისთვის ღია წყაროების მიხედვით დადასტურებულია მინიმუმ 1000 T-80-ის განადგურება, დაზიანება, მიტოვება ან ხელში ჩაგდება. ზოგი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად მთლიანად ამოწურა თავისი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი T-80-ების ფლოტი, თუმცა ეს უფრო ძლიერი მტკიცება შეფასებად უნდა ჩაითვალოს და არა დადასტურებულ ფაქტად. რუსმა კომენტატორებმა აღნიშნეს, რომ მოსკოვმა თავისი ხელმისაწვდომი T-80-ების დაახლოებით 90% გამოიყენა, ხოლო გადარჩენილები უკან ომსკის ქარხანაში სიბირეში გადააგზავნა, გათა ისინი გადაეკეთებინათ უახლეს T-80BBM სტანდარტად. რუსი ტანკისტების თქმით, T-80 პირქუში მეტსახელი ფოლადის კუბოში არქვეს, რადგან ბევრჯერ უნახავთ, როგორ კარგავდა ეს ტანკი კოშკურას ერთ ძალადობრივ ინციდენტში. ხაზის სათავეში დგას T-90, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე თანამედროვე ვერსია T-90M პრარიფი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტული მანქანა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიხსენიებს. T-90 თავად T-72-ზეა დაფუძნებული, მაგრამ მას დამატებული აქვს გაუმჯობესებები, უკეთესი ქვემეხი და ცეცხლის მართვის სისტემა, რელიქტური რეაქტიული ჯავშანი, სოზნაიუ მსროლელის სამიზნე და მეთაურის, პანორამული სამიზნე, რაც მას დასავლურ სტანდარტებთან აახლოებს. ეს არის საუკეთესო ტანკი, რომლითაც რუსეთი რეალურად იბრძვის და მაინც ის ისეთი რაოდენობით ნადგურდება, რაც მთელ პრობლემას აჩვენებს. ორიქსის მონაცემებით 2026 წლის ივნისისთვის დაკარგულია 220-ზე მეტი T-90-ის ვერსია, მათგან 155 T-90M-ია. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს, რომელიც შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს. მიიჩნევა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 70-ზე ნაკლები T-90M-ით. 52 თვეში მან ორჯერ მეტი დაკარგა, ვიდრე ომის დაწყებისას ხალდა. ასე რომ ის ადრინდელი მონაცემები, რომ ქარხანას შეუძლია წელიწადში 250 ერთეულის გამოშვება, შესაძლოა პროპაგანდის მანქანის შედეგია. და შემდეგ, როცა თუნდაც T-72-ის მარაგი შემცირდა, რუსეთი სრულიად სასოწარკვეთილი გახდა. ის გადავიდა 1970-იან წლებზე, 1960-იან წლებზეც კი და გამოიყვანა T-72 ტანკი, რომელიც 1971 წელს შევიდა სამსახურში და T-55, რომლის დიზაინის ფესვები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა ტანკების პროგრამებს უკავშირდება. ესენი ანტიკვარული ტანკებია, უფრო თხელი ჯავშნით, ნაკლებად ეფექტური იარაღით და საბრძოლო მასალის განთავსების ისეთი სისტემით, რომელიც თუ რამეა კიდევ უფრო საშიშია ვიდრე ახალ ტანკებში. T-55-ების ფრონტისკენ მოძრაობა 2020-იან წლებში ბევრ ანალიტიკოსისთვის იყო ყველაზე ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთი ბოლომდე ამოწურავდა რესურსებს და ხარისხის ყველა უპირატესობას, რაოდენობის უხეში უპირატესობით ცვლიდა. ტანკი 1946 წლიდან მაინც შეიძლება მოკლას, მაგრამ ის თანამედროვე ომს ვერ მოიგებს და რუსეთიც ამას კარგად იცის. თუ გსურთ უფრო დეტალური ანალიტიკა, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ვაქვეყნებთ ვიდეოებს მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე. ეს ყველაფერი მოგვიყვანს ამ ისტორიის მთავარ არსამდე, ტანკამდე, რომელიც ყველაფერს უნდა შეეცვალა, მაგრამ საბოლოოდ ჩავარდა. ეს არის T-14 არმატა. როდესაც რუსეთმა პირველად წარადგინა არმატა წითელ მოედანზე 2015 წელს, მას რევოლუცია დაცხადებდნენ. ნამდვილი ახალი თაობის ტანკი უპილოტო კოშკით, დაცული ეკიპაჟის კაფსულით, აქტიური დაცვის სისტემით, რომელიც შემომავალ რაკეტებს ჰაერში ანადგურებს. და დიზაინი, რომელიც აშკარად შექმნილია დასავლური ანალოგების დასამარცხებლად. მაგრამ 21 საუკუნის ყველაზე დიდ ტანკურ ომში, სადაც რუსეთი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ 1946 წლის მანქანების კი გამოიყენა, არმატა თითქმის სრულად არ გამოჩენილა. ის მოკლედ და ფრთხილად გამოჩნდა 2023 წელს გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ უკანა პოზიციებიდან არაპირდაპირი ცეცხლისთვის გამოიყენეს და თვეში გაიყვანეს.
ოფიციალური განმარტება იყო, რომ არმადა უბრალოდ ძალიან ძვირი ღირს და უფრო გონივრულია უფრო მეტი რაოდენობის იაფი მანქანის შეძენა. ანგარიშების მიხედვით ერთეულის ღირებულება მერყეობს 5-დან 9 მილიონ დოლარამდე, რაც ბევრად აღემატება T-72-ის, T-80-ს ან T-90-ის და რადგან ეს სრულიად ახალი პლატფორმაა, ვერც კი გამოიყენებდა არსებულ საწარმოო ხაზებს. ახლა შეიძლება ადვილი იყოს არმატას პარადის რეკვიზიტად დასაცინი, მაგრამ არსებობს უფრო საინტერესო საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელსაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ. ზოგიერთი თვალსაზრისით T-14 საერთოდ არ არის დიზაინის ჩავარდნა, არამედ დროის მსხვერპლია. შესანიშნავი ტანკი, რომელიც ომში მოხდა, სადაც ასეთ გამორჩეულ ტანკებს უპირატესობა აღარ ენიჭებათ. ეპოქაში, როდესაც $1000-იანი დრონი შეიძლება მრავალმილიონიანი მანქანა გააუნებელყოს, ამ მილიონების ერთ ტანკში ჩადება ფაქტობრივად სუიციდურია. რაც გვიყვანს საკითხის არსამდე. დავადგინეთ, რომ რუსეთმა აღადგინა უზარმაზარი ფლოტი, რომელიც ძირითადად საბჭოთა ეპოქის ტანკებისგან შედგება. მაშ რატომ ზუსტად ჩავარდა ეს ტანკები ასე კატასტროფულად თავიდანვე? პასუხი სამ განსხვავებულ ფენად იყოფა. პირველი ფენა ეხება T-72-ის კონსტრუქციის სისუსტეს, რომელიც ხშირად ჩანს კადრებში, თუნდაც არ იცოდეთ სად უნდა გეყურათ. რუსულ ტანკს ხვდება ჭურვი, ჩნდება ელვა და შემდეგ მთელი კოშკურა ათეულობით ფუტის სიმაღლეზე აისროლება ჰაერში. ჯარისკაცები და ანალიტიკოსები ამას ჯეკი ყუთში ეფექტს ან კოშკურის გადაგდებას ეძახიან. ეს ტანკის თავდაპირველი ინჟინერიის თავისებურებაა. რუსული ტანკები, როგორიცაა T-72, T-80 და T-90, იყენებენ ავტომატურ დამტენს ადამიანის დამტენის ნაცვლად, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ სამკაციანი ეკიპაჟით და კონდეთ უფრო დაბალი, რთულად მოსახვედრი პროფილი. იმისთვის, რომ ავტომატური დამტენი იმუშაოს, ტანკი ინახავს თავის საბრძოლო მასალას, დაახლოებით 20 მზადყოფნის ჯურს, კარიუსელის რგოლში, კოშკურის ძირში, მანქანის ცენტრში, რომელიც ეკიპაჟის განყოფილებას აკრავს. როდესაც გამტანი დარტმა აღწევს ამ რგოლამდე, თუნდაც ერთი დენთის მუხტი შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ერთდროულად ააფეთქებს მთელ მარაგს. წნევას სხვა გზა არ აქვს, გარდა ზევით წასვლისა, რის შედეგადაც კოშკურა მთლიანად სცილდება ტანკს. სწორედ დასავლურ ტანკებთან შედარება ყველაზე კარგად აჩვენებს ამ კომპრომისს. ტანკი, როგორიცაა ამერიკული M1 აბრამსი, საბრძოლო მასალას ინახავს კოშკურის უკანა ნაწილში, სპეციალურ განყოფილებაში, რომელიც ეკიპაჟისგან ჯავშნიანი კარითაა გამოყოფილი და აღჭურვილია წნევის გასათავისუფლებელი პანელებით. როდესაც ეს საბრძოლო მასალა ზიანდება, პანელები ისეა დაპროექტებული, რომ აფეთქების ტალღა ზემოთ და გარეთ ეკიპაჟის განყოფილებისგან მოშორებით გაატაროს. ეკიპაჟს შეუძლია გადარჩეს და მართლაც გადაურჩენა საბარჩენია საბრძოლო მასალის ხანძარს, რომელიც რუს ეკიპაჟს მკრისიერად გაანადგურებდა. ახლა საბჭოთა კონსტრუქტორების სულელები არ იყვნენ. მათ გააკეთეს შეგნებული არჩევანი, მიიღეს კატასტროფული მარცხის რისკი უფრო პატარა, მსუბუქი იაფი ტანკის სანაცვლოდ, რომელიც უფრო ადვილი იყო მასობრივად წარმოებისთვის, რკინიგზით გადაზიდვისთვის და ბრძოლის ველზე დამალვისთვის. იმ ტიპის ომისთვის, რომელსაც საბჭოთა სტრატეგები წარმოიდგენდნენ, სწრაფი კონტინენტური დაპირისპირება, სადაც ინდივიდუალური ტანკის გადარჩენა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე რაოდენობრივი უპირატესობა, ეს შეიძლება ითქვას რაციონალური გარიგება იყო. პრობლემა ისაა, რომ ეს ომი ის ომი არ არის. როდესაც ათეულობით დრონი ტანკის ზემოთ დაფრინავს, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაკვირვებად ფრონტის ხაზზე, ეს სისუსტე მოულოდნელი შემთხვევიდან მიზანმიმართულ სამიზნედ გადაიქცა. ახლა მეორე დონე მარცხისა ტანკებს არ უკავშირდება და მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენა ისინი რუსეთმა. ყველაზე ნათელი მაგალითი აქ კიევზე თავდასხმის საწყისი ეტაპია. რუსეთმა გაგზავნა გრძელი ჯავშანტექნიკის კოლონები წინასწარ განსაზღვრულ გზატკეცილებზე დედაქალაქისკენ და ამ კოლონებს მუდმივად აკლდათ საწვავი და რაც მთავარია, ქვეითი ძალები. ტანკი მთელი თავისი ჯავშნითა და ცეცხლის ძალით ახლო მანძილზე ფაქტობრივად ბრმა და კრუა. მას ძალიან ცუდი ხილვადობა აქვს, განსაკუთრებით გვერდებზე და უკანა მხარეს, ხოლო ტყეებში, ქალაქებსა და სოფლებში ის უკიდურესად დაუცველია ყველასთვის, ვინც შეძლებს მიუახლოვდეს. საფარის კრეითების ამოცანაა იპოვონ და გამოავლინონ ჩასაფრებები მანამდე, სანამ ისინი დაიწყებენ მოქმედებას. თანამედროვე ომის ინსტიტუტმა ეს 1973 წლის იომ კიპურის ომთან შეადარა. ზუსტად ისე, როგორც ეგვიპტელი და სირიელი ქვირიელი კრეითების ჯგუფებმა მავთულით მართვადი საგერის რაკეტებით გაანადგურეს მხარდაუჭერელი ისრაელის ტანკები. 1973 წელს უკრაინელი მსუბუქი კრეითების პატარა დამალულმა ჯგუფებმა, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და დრონებით, რუსული კოლონები გაანადგურეს. ამ კოლონებს არ უნდა ეწარმოებინათ წინსვლა იმგვარად, როგორც ისინი მოქმედებდნენ. კოლონები იძულებულნი იყვნენ გზებზე გადასულიყვნენ, რადგან გარშემო ტერიტორია ტალახიანი და რთულად გასავლელი გახდა. და ეს დრამატულად აჩვენეს კიევის ჩრდილოეთით მდებარე ცნობილი 35 მილიანი კოლონის ფოტოებმა. ისინი საცობებში აღმოჩნდნენ და შემდეგ, რადგან რუსეთმა რეალურად არ მოემზადა გახანგრძლივებული ომისთვის, მათ საწვავი გაუთავდათ. ეს იყო გაკვეთილი ქედმაღლობაში, რომელსაც მოჰყვა 35 მილიანი ალყაში მოქცეული ტანკების კოლონის სურათი. მესამე ფენა არის იარაღი.
თუ ომის დასაწყისში ადევნებდით თვალს მოვლენებს, ტანკები შეაჩერა ამერიკულმა ჯაველინმა და ბრიტანულმა NLO-მა, მხარზე დასადმელმა რაკეტებმა, რომლებიც უკრაინული წინააღმდეგობის ვირუსულ სიმბოლოებად იქცნენ. უკრაინამ ასევე გამოიყენა საკუთარი ლაზერული მართვის სტუგნა P, მაგრამ 2025 წლისთვის როგორც უკრაინული, ისე დამოუკიდებელი შეფასებებით, დრონებს მიაწერენ რუსული ტანკების დანაკარგების დაახლოებით 65%-ს. და სწორედ სიტყვა დრონები არის მთელი ისტორიის საკვანძო წერტილი. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიხედვით ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიამ 2026 წლისთვის მიაღწია შესაძლებლობას წელიწადში 8 მილიონზე მეტი FPV დრონის წარმოება შეძლოს. 160-ზე მეტ კომპანიაში დაწყებული დიდ ქარხნებიდან და დამთავრებული გარეაჟის სტარტაპებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკრაინული წყაროა, ზუსტი წარმოების მაჩვენებლის მიუხედავად მასშტაბი ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი ახლა მუდმივად გაჯერებულია. იაფი-მფრინავი ბომბები კი ყველაფერს დასტევენ, რაც კი მოძრაობს. და ტანკებისთვის ეს ძალიან მძიმე შედეგია. ტანკს აღარ უწევს მხოლოდ იმ ჩასაფრებულ ჯგუფზე ფიქრი, რომელსაც შეიძლება შემთხვევით გადააწოდეს. მას უწევს მუდმივად ზეცაზე ფიქრი. ფრონტის ხაზის მთელ 1100 კილომეტრზე ყოველი მეტრის გადალახვისას. რუსეთმა და უკრაინამ რა თქმა უნდა ორივემ სცადა დრონებთან ბრძოლა, რამაც ზოგჯერ ძალიან სასაცილო დიზაინები გამოიწვია. პირველი საწინააღმდეგო ღონისძიება იყო რადიოელექტრონული ბრძოლა. ჯემერები, რომლებიც წვეტენ რადიოკავშირს FPV დრონსა და მის პილოტს შორის და დრონს უვნებლად აგდებენ მიწაზე. სანამ დრონის მწარმოებლებმა ოპტიკურ ბოჭკოზე არ გადაინაცვლეს, ეს ხერხი მუშაობდა. რადიოსიგნალის ნაცვლად ამ დრონებს უკან მიხვებოდათ წარმოუდგენლად თხელი კაბელი, რომელიც ფრენისას იშლებოდა და ფიზიკურად აერთებდა დრონს მის პილოტთან. მოგვიანებით 2024 წლის გაზაფხულზე რუსეთმა პირველად გამოიყენა ეს ტექნოლოგია, ხოლო უკრაინამ სწრაფადვე იგივე ტექნოლოგია დანერგა. კაბელები მალე მოეფინა საბრძოლო ველს, იხლართებოდა მცენარეულობაში, ინფრასტრუქტურაში და ფრინველების ბუდეებშიც კი. მაგრამ მიუხედავად ამისა, შედეგად ოპტიკურ ბოჭკოვანი ინდუსტრია აფეთქდა, სადაც ცნობების მიხედვით ჩინეთმა 2026 წელს ფასები 250-დან 400%-მდე გაზარდა. ელექტრონული თავდაცვების ჩავარდნის შემდეგ რუსეთი ფიზიკურ ჯავშანზე გადავიდა. ეს დაიწყო 2022 წელს, იმით რასაც ჯარისკაცები დამცინავად Cope Cage-ებს ეძახდნენ. მარტივი მეტალის კისოსები, რომლებიც კოშკურაზე იყო შედუღებული, რათა მცირე დრონებიდან ჩამოგდებული ხუმბარები დაეჭირა. 2024 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომის ბრძოლის ველზე გამოჩნდა ეგრეთ წოდებული Q ტანკები, თლიანად შედუღებული მეტალის ფირფიტებით დაფარული მანქანები, ისე რომ ტანკი უხეშ მეტალის ხუთში იმალებოდა და მხოლოდ ქვემეხი იყო გარეთ გამოშვებული. 2024 წელს რუსებმა ამ გარსებს ასობით სქელი მეტალის წვეთი დაამატეს, იმ იმედით, რომ ასე მიღებული ზღარბი ტანკები დრონებს კორპუსამდე მისვლამდე გააჩერებდა და ააფეთქებდა. და 2025 წლისთვის ეს წვეტები გადაიქცა 1000-ობით წვრილ მეტალის ბეწვად, რომლებიც გახსნილი ალუმინის კაბელებისგან იყო დამზადებული და მანქანაზე როგორც ბეწვიანი ქურქი, ისე იყო გადაფენილი. ზოგი დამკვირვებელი მათ ზღარბებს უწოდებდა და ისინი ომის განმავლობაში F-ეთ ყველაზე დაცულ მანქანებად ითვლებოდა. შეეძლოთ 12-მდე FPV დრონის შეჭმა, სანამ საბოლოოდ განადგურდებოდნენ. მაგრამ მაინც ანადგურებდნენ. მაშ რა არის გეგმა? რას აპირებს რუსეთი ამ უზარმაზარი ჯავშან ტექნიკის მარაგით, რომელსაც ვერ იღენებს? გულწრფელი პასუხია, რომ კრემლის გარეთ არავინ იცის ზუსტად. ყველაზე სავარაუდო ახსნა ის არის, რომ რუსეთი გრძელვადიან თამაშს თამაშობს. აზრი ასეთია: რუსი მეთაურები იმედოვნებენ, რომ გამოჩნდება ახალი ანტიდრონული ტექნოლოგია, გარღვევა ჩახშობაში, ჩამჭრელ სისტემებში ან მიმართული ენერგიის იარაღში, რაღაც ისეთი, რაც ბრძოლის ველს კვლავ გახსნის სწრაფი, მოძრავი, მექანიზებული ომისთვის. ამასობაში კი ისინი ინარჩუნებენ და აღადგენენ თავიანთ ჯავშანსატანკო ბირთვს, რათა ის მთლიანად და მზად იყოს იმ მომავლისთვის, როცა ტანკებს კვლავ შეეძლებათ ბატონობა. უფრო შემაშფოთებელი და უფრო ახლო შესაძლებლობა უფრო მარტივია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსი მეთაურების შედეგების მიღწევის ზეწოლის ქვეშ შესაძლოა უბრალოდ იმდენად სასოწარკვეთილები გახდნენ, რომ ტანკები ისევ ბრძოლაში ჩართონ შედეგების მიუხედავად. და ასეთ შემთხვევაში უზარმაზარი აღდგენილი ფლოტი უბრალოდ გასაწირავი ფოლადის მარაგია, რომელიც ბრძოლის ველზე შეჰყავთ, რათა საშინელი ფასის სანაცვლოდ ტერიტორია მოიპოვონ. გახსოვდეთ, 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინსვლა იმდენად შეჩერდა, რომ 2023-დან 2025 წლამდე მან მხოლოდ დაახლოებით 1,23% უკრაინის ტერიტორიის ოკუპირება შეძლო. და კიდევ ერთი ბოლო მოულოდნელობაა. აღდგენილი ფლოტი მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ზომისა, ფაქტობრივად ერთჯერადი გაძლიერებაა. რუსეთმა საბჭოთა კავშირის უზარმაზარ მარაგს მიმართა და ეს მარაგი ახლა თითქმის ამოწურულია. 2026 წლის ივნისში ღია წყაროების ანალიტიკოსმა ჯონ ფემ სატელიტური ანალიზით გამოავლინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ომამდე 7342 ტანკის მარაგი ჰქონდა, ახლა საწყობში მხოლოდ 2088 დარჩა და მათგან მხოლოდ 851 არის აღდგენისთვის ვარგისი. დარჩენილი 1227 ტანკი ფაქტობრივად უსარგებლო მარაგია. ასე რომ რუსეთმა თავისი ცივი ომის პერიოდის ტანკების რეზერვის დაახლოებით 72% ამოწურა. ამ ეტაპზე თუ დანაკარგები დაახლოებით თვეში 90 ტანკის დონეზე გაგრძელდება, მარაგის სრულად ამოწურვას კიდევ დაახლოებით 9 თვე დასჭირდება.
აშშ-ის საზღვაო ფლოტი 10 წლეულებია, რაც მსოფლიოს ოკეანეებს აკონტროლებს. ცოტა ვინმე იდეებს იმაზე, რომ ის კვლავაც ყველაზე ძლიერი საზღვაო ძალაა პლანეტაზე. გლობალური ზღვაო ძალის პროექციის თვალსაზრისით. მისი შესაძლებლობა ერთდროულად განათავსოს მასშტაბური დარტყმითი ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში, კარიბის ზღვის რეგიონში და ინდო-წყნარ ოკეანეში თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. მაგრამ მოდი გულწრფელები ვიყოთ. ბოლო წლებში მისი რევოლუციური ახალი გემშენებლობის პროექტები, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის ისე არ დასრულებულა, როგორც იყო განზრახული. განსაკუთრებით სანაპირო საბრძოლო გემი, ანუ LCS, Constellation-ის კლასის ფრეგატები და Zumwalt-ის კლასის გამანადგურებელი ყველა აღიარებული იყო, როგორც მომავალი თაობის სისტემები, როდესაც ისინი შეიქმნა. მაგრამ ეს მაღალი პროფილის პროგრამები საბოლოოდ გაუქმდა და დაგეგმილი რაოდენობის გემებიდან მხოლოდ რამდენიმე აშენდა. თუმცა ეს ყველაფერი ამაო არ ყოფილა. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, უხილავი, მაღალტექნოლოგიური Zumwalt-ის კლასის გამანადგურებლის შემთხვევაში. ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა შეცდომამ საზღვაო ძალებში ახალი დანიშნულება იპოვა, რაც შესაძლოა აშკარად ძვირადღირებულ და usარგებლო პროექტს აშშ-ის ფლოტის ყველაზე მომაკვდინებელ საბრძოლო გემად ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლად გადააქციოს. ახლა კი, როგორ აძლევს ეს ახალი რაკეტები Zumwalt-ის კლასს ახალ სიცოცხლეს და როგორ შეიძლება ეს საზღვაო ძალებს განსაკუთრებულ იარაღს შემატოს. ჰიპერბგერითი რაკეტები. ეს ნაბიჯი ინოვაციურია, აქტუალურია და ზუსტად ისაა, რაც საჭირო იყო. გამოცდილმა ანალიტიკოსმა და კონგრესის ყოფილმა თანამშრომელმა ბრენდონ ჯეი ვეიხერთმა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ Zumwalt-ის კლასის გამანადგურებლის მარცხი ორ სიტყვაში შეიძლება შევაჯამოთ. სრული კატასტროფა. რა თქმა უნდა, ასე არ უნდა ყოფილიყო. Zumwalt-ის კლასი, რომელიც ადმირალ ელმო Zumwalt-ის სახელს ატარებს, რომელიც 1970-დან 1974 წლამდე საზღვაო ოპერაციების უფროსი იყო, უნდა გამკლავებოდა ახალ საფრთხეებს მომავლის პერსპექტივაში. იყო 1991 წელი. ცივი ომი მოულოდნელად დასრულდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და საზღვაო ძალებმა თავიანთი პრიორიტეტები გადახედეს. სუპერსახელმწიფოსთან დაპირისპირების დაცვად ახლა სავარაუდოდ მოუწევდა დაპირისპირება გაფანტულ რეგიონულ და სანაპირო, ვიდრე ღია ზღვის საფრთხეებთან. ამიტომ აქცენტი გადაინაცვლა ღია ზღვაში წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ბრძოლიდან სანაპირო და ახლო სანაპირო გარემოში ძალის პროექციაზე. არლეიბერგის კლასის გამანადგურებლის პროგრამა შეასრულებდა ფლოტის დამცველის როლს, რომელიც ოპტიმიზირებული იქნებოდა ღია ოკეანეში თანასწორ მოწინააღმდეგეებთან გადარჩენისთვის, რაც მან მართლაც შესანიშნავად გააკეთა და დღემდე აკეთებს. მაგრამ ახალი ტიპის სანაპირო საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საზღვაო ძალებს სჭირდებოდა სხვა ტიპის პლატფორმა, რომელიც შეძლებდა მაღალი მოცულობის ზუსტი დარტყმების განხორციელებას ხმელეთის სამიზნეებზე და ასიმეტრიულ საფრთხეებზე, როგორიცაა სწრაფი შეტევითი კატერები, ნაღმები და მოკლე რადიუსის ანტისაზღვაო რაკეტები. საწყის კონცეფციას ეწოდებოდა DD 21 სახმელეთო შეტევის გამანადგურებელი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში გადაიქცა DDX პროგრამად. შემდეგ DDX-მა წარმოშვა Zumwalt-ის კლასის გამანადგურებელი მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა შეუმჩნევლობას, ავტომატიზაციას და მაღალი ენერგიის ელექტროსისტემებს. 2008 წლის თებერვალში დამტკიცდა საწყისი 1,4 მილიარდი დოლარის კონტრაქტი წამყვანი ხომალდის USS Zumwalt-ის, ასევე ცნობილი როგორც DDG-1000 მშენებლობის დასაწყებად. საწყისი გეგმით სულ 32 ხომალდის აშენება იყო დაგეგმილი. საბოლოოდ კიდევ 2 ხომალდი აშენდა: USS Michael Monsoori DDG-1001 და USS Lyndon B. Johnson DDG-1002. მაგრამ საბოლოოდ სამივე ხომალდი სამსახურში შევიდა, მას შემდეგ რაც საზღვაო ძალებმა ოფიციალურად შეწყვიტეს დარჩენილი 29-ის პროექტი და ეს ყველაფერი 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა. ახლა როცა ხომალდს უყურებ და მის მთავარ მახასიათებლებს ვკითხულობ, რთულია გავიგო რატომ მოხდა ასე. ბევრ მხრივ ის ისეთივე რევოლუციურია, როგორც დაგეგმილი იყო. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო დაბალი რადარის არეგულის ეფექტური ფართობი, ანუ RCS. თუ ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან უამრავ ასიმეტრიულ საფრთხეს უნდა გაუმკლავდე და ამავე დროს ხმელეთის სამიზნეებს დაარტყა, საჭიროა რაც შეიძლება დიდხანს დარჩე უხილავი. Zumwalt-ის კლასის ხომალდები ამას ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო დიდია ვიდრე ფლოტის ნებისმიერი გამანადგურებელი ან კრეისერი. მისი სიგრძე 600 ფუტია, სიგანე 80.7 ფუტი, ჩაძირვა 27.6 ფუტი, ხოლო წყალწყვიდვა დაახლოებით 15,616 ტონას შეადგენს. შედარებისთვის Ticonderoga-ის კლასის კრეისერს აქვს 567 ფუტი სიგრძე, 55 ფუტი სიგანე, 34 ფუტი ჩაძირვა და დაახლოებით 9600 ტონა წყალწყვიდვა. ამჟამინდელ Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელ მოდელს Flight 3-ის აქვს 509.5 ფუტი სიგრძე, 66 ფუტი სიგანე, 31 ფუტი ჩაძირვა და ოდნავ მეტი წყალწყვიდვა, 9700 ტონა. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ Zumwalt-ს მნიშვნელოვნად დიდი სიგრძე და სიგანე აქვს, ჩვეულებრივი ოპერაციების დროს მას უფრო მცირე ჩაძირვა აქვს, ვიდრე Ticonderoga-სა და Arleigh Burke-ს. ეს სპეციალურად ასეა დაგეგმილი და ზუსტად შეესაბამება მის რეალურ ამოცანებს.
მაგრამ ზუმვალთებს ასევე აქვთ უნიკალური ბალასტის სისტემა, რომელიც საწვავის მოხმარებისას მუდმივად არეგულირებს გემის ჩაძირვას, რაც ეხმარება შეინარჩუნოს სტაბილურობის ის მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია მისი განსაკუთრებული Tumble Home კორპუსის დიზაინისთვის. და ეს სიგნატურა კიდევ უფრო მცირდება პატარა სათევზაო ნავის ზომამდე, გემის უნიკალური კორპუსის წყალობით. ზუმვალთის კლასს აქვს ტალღის გამჯოლი Tumble Home კორპუსის ფორმა, რომლის გვერდებიც წყლის ზედაპირის ზემოთ შიგნით არის დახრილი. ეს კონფიგურაცია შემომავალი რადარის ტალღებს მათი წყაროსგან შორს გადახრის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გემის რადარის ამრეკლავ ზედაპირს ტრადიციულ კორპუსებთან შედარებით, რომლებსაც ვერტიკალური ან გარეთ დახრილი გვერდები აქვთ. ეს ძალიან მომავლისებურად გამოიყურება. ის ებრძვის ულტრამოდერნულ საფრთხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ახალი კონცეფცია არ არის. ეს დიზაინი საკმაოდ გავრცელებული იყო საბრძოლო გემებში მე-20 საუკუნის დასაწყისამდე და ძირითადად გაქრა მთავარი საბრძოლო გემების მშენებლობიდან მე-20 საუკუნის დასაწყისის შემდეგ. შებრუნებული ცხვირი გემს საშუალებას აძლევს ტალღებში გაიჭრას და არა მათ ზემოთ გაიაროს, მაგრამ ეს დიზაინი მიტოვებული იქნა სტაბილურობის პრობლემების გამო. აი რატომ გამოიწვია ტალღების გამჭოლი Tumble Home-ის ტიპის კორპუსის არჩევამ. ზუმვალთის კლასისთვის დიდი დაპირისპირება საზღვაო ოფიცრებს შორის. მათ ამტკიცებდნენ, რომ თუ ტალღა გემს უკნიდან დაარტყამს, მაშინ როცა ცხვირი ქვევით ეშვება, გემმა შეიძლება დაკარგოს განივის სტაბილურობა, რადგან კიჩო წყლიდან ამოვა და გადაბრუნდეს. მაგრამ ეს შიშები საბოლოოდ გაქარწყლდა 2019 წელს, როცა გემი ალასკაზე გაიგზავნა. მაშინდელმა მეთაურმა კაპიტანმა ენდრიუ კარსონმა თავისი აღმასრულებელი ოფიცერი კაიუტიდან გამოიძახა, რათა ეცნობებინა მას ზღვის მე-6 მდგომარეობა, ანუ 13-დან 20 ფუტამდე ტალღები. აღმასრულებელი ოფიცერი გაკვირვებული დარჩა. მას ეგონა, რომ ისინი მაქსიმუმ ზღვის მე-3 მდგომარეობაში იყვნენ, რაც ნიშნავს 1.6-დან 4.1 ფუტამდე სიმაღლის ტალღებს. ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ძალით უნდა ჭრიდეს ხომალდი იმ მონსტრულ ტალღებს იმ დროს. ახლა ის გამოიმუშავებს ჯამში 104,600 ცხენის ძალას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიჩქარეს 30 კვანძამდე. ეს უზარმაზარი ძალაა ზედაპირული საბრძოლო ხომალდისთვის და მნიშვნელოვნად აღემატება უმეტეს მოქმედ გამანადგურებელს. და ეს მხოლოდ სტაბილურობა და სიჩქარე არ არის, რასაც კორპუსის დიზაინი უზრუნველყოფს. ის ასევე მაქსიმალურად ზრდის შეუმჩნევლობას. ეს ვრცელდება გემბანის ზედა ნაგებობაზეც, რომელიც ფარავს სენსორებს, რადარებსა და სარდლობის სივრცეებს. წონასა და რადარის ანარეკვლის შესამცირებლად გამოყენებული იქნა კომპოზიტური მასალები, რომლებიც შედგება ნახშირბადის ბოჭკოთი გამაგრებული ვინილ ესტერის პანელებისა და კოჭებისგან. ეს დაახლოებით 900 ტონიანი ნაგებობები, რომელთა სიგრძე 155 ფუტია და სიმაღლე 50 ფუტზე მეტია, ყველაზე დიდი მთლიანად კომპოზიტური საზღვაო კონსტრუქციებია, რაც კი ოდესმე აშენებულა. საბორტე სახლის შიგნითაც და გარეთაც განთავსებულია აქტიური და პასიური სენსორების კომპლექტი, რომელიც მრავალმიზნობრივი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის საჰაერო, ზედაპირული და წყალქვეშა საფრთხეების აღმოჩენისთვის. ეს სენსორების კომპლექტი უკავშირდება გემის საერთო კომპიუტერულ გარემოს, რომელიც წარმოადგენს განაწილებულ ღია არქიტექტურის საბრძოლო მართვის სისტემას, შემუშავებულს რეითეონის მიერ. ის აერთიანებს რადარს, სონარს, ელექტრონული ომისა და იარაღის სისტემებს რეალურ დროში გადაწყვეტილებების მისაღებად და ავტომატური რეაგირებისთვის. ასე რომ ზუმვალთები ისეთივე თანამედროვეა როგორც ჩანს. პრობლემა ისაა, რომ ამდენი ტექნოლოგიისა და ინოვაციის ერთ ხომალდში მოთავსებას თავისი ფასი აქვს, თანაც მუდმივად მზარდი ფასი, ბევრად უფრო მაღალი ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც საზღვაო ძალებმა გადაწყვიტეს პროექტი შეეჩერებინათ. თავდაპირველად 22 ხომალდის ერთეულის შეძენის მიზნობრივი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარი იყო თითოეულზე. მაგრამ ხარჯები სწრაფად გაიზარდა, რამაც გამოიწვია ნან-მაკერდის შესწორების დარღვევა 2010 წლის ივნისში, როდესაც ერთეულის ღირებულებამ თავდაპირველ საბაზისო ღირებულებას 15%-ზე მეტად გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფუნქცია მოიჭრა და შესყიდვების რაოდენობა შემცირდა, ხარჯი მაინც იზრდებოდა. მაგალითად, General Dynamics-ი, კომპანია, რომელმაც ზუმვალთის კლასის გემები ააშენა, იძულებული გახდა 40 მილიონი დოლარი დაეხარჯა სპეციალურ ობიექტზე მათი ასაშენებლად. საბოლოო ჯამში 2016 წლის აპრილისთვის 3 გემის ღირებულებამ 22.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს საშუალო მაჩვენებელია 7.5 მილიარდი დოლარი თითო გემზე. თუ ჩავთვლით კვლევისა და განვითარების ხარჯებს, რომლებიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო 32 გემზე განაწილებისთვის და არა 3-ზე. შედარებისთვის არლეიბერგის მესამე სერიის გემი თითოეულზე დაახლოებით 2.2-დან 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირს, რაც ზუმვალთის ღირებულების მესამედზე ნაკლებია. ვირჯინიის კლასის ბლოკ 5 ან 6 ბირთვული ენერგიით მომუშავე შეტევითი წყალქვეშა ნავი თითოეულზე 4.3-დან 4.8 მილიარდ დოლარამდე ღირს. ეს დაახლოებით იმავე ფასის კატეგორიაშია, როგორც აშშ-ს ნიმიცის კლასის ავიამზიდები, მაგრამ ზუმვალთის კლასზე დაახლოებით მესამედით იაფია. აბა რას აირჩევდი? ბირთვულ წყალქვეშა ნავს უახლესი არლეიბერგის კლასის გამანადგურებელთან ერთად თუ ექსპერიმენტულ ზუმვალთს? თუ ბირთვულ წყალქვეშა ნავს აირჩიე, მაშინ საზღვაო ძალებსა და კონგრესს ეთანხმები, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ზუმვალთის მთავარი ქვემეხი ფაქტობრივად გამოუსადეგარი გახდა. ზუმვალთის კლასის მოწინავე საარტილერიო სისტემა, ანუ AGS, 255 მმ-იანი 62 კალიბრის საზღვაო ქვემეხისგან შედგებოდა.
პრობლემა ის იყო, რომ ის ექსკლუზიურად გრძელდისტანციური სახმელეთო შეტევის ჭურვისთვის, ანუ LRIP-ისთვის იყო შექმნილი. ეს არის ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა, რომელიც განკუთვნილია სანაპიროს დაბომბვისთვის 83 საზღვაო მილის მანძილზე. გემი თითო ქვემეხზე 335 ჭურს, ანუ სულ 670 ჭურს იტევდა, მაგრამ დამატებითი საცავის წყალობით, რომელიც 320 ჭურზე იყო გათვლილი, ჯამში 990 ჭურვის გადატანა შეეძლო. კარგად ჟღერს, მაგრამ არა მაშინ, როცა თითო ჭურვის ფასი 800,000-დან $1 მილიონ-დან გაიზარდა. სწორედ ამდენად გაძვირდა თითოეულის წარმოება. ჭურვების შემუშავება საბოლოოდ შეწყვიტეს, რადგან ხარჯები ძალიან გაიზარდა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ქვემეხის სპეციალური ნელი ტრიალის ლულა და ავტომატური დამტენი შეუთავსებელია სტანდარტულ 155 მმ-იან ჭურვებთან. ასე რომ ალტერნატიული ტიპის ჭურვების გარეშე ეს გამონადგურებლები ფაქტობრივად თავიანთი მთავარი შეტევითი იარაღის გარეშე დაცურავდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სრულიად უიარაღო იყვნენ. ზუმბალტებს ასევე ჰქონდათ MK-57 პერიფერიული ვერტიკალური გაშვების სისტემა, ანუ PVLS. სისტემა შედგება ვერტიკალური გაშვების უჯრედების პოდებისგან, სულ 80, რომლებიც განაწილებულია გემის გარეგარსის ირგვლივ, თხელი ფოლადის გარეგარსით და სქელის შიდაგარსით. ეს დიზაინი აფეთქების ძალას გემის გარეთ მიმართავს და არა მის შიგნით და შედეგად რაკეტების ტევადობის დაკარგვა მხოლოდ დაზიანებულ პოდს ეხება. ის განკუთვნილია თომაჰავკის სახმელეთო შეტევის რაკეტების, სტანდარტული SM-2MR რაკეტების, ადგილობრივი საჰაერო თავდაცვისთვის, Evolved Sea Sparrow-ის რაკეტების როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო საფრთხეებთან საბრძოლველად და ვერტიკალური გაშვების წყალქვეშა ანტისუბმარინი რაკეტების წყალქვეშა საფრთხეებთან საბრძოლველად განთავსებისთვის. 2MK-46-30 მმ-იანი ქვემეხის სისტემა ახლო მანძილზე იცავს გემს მცირე ზედაპირული საფრთხეებისგან. მაგრამ საბრძოლო გემზე რა სარგებლობა აქვს ძლიერ თავდაცვას, თუ შეტევა საერთოდ არ არსებობს. ახლა თუ ყოველდღიური სიახლეები და სიღრმისეული ანალიზები ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო და გეოპოლიტიკურ მოვლენებზე გსურთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. The Military Show-ზე იპოვით ერთ-ერთ ყველაზე დეტალურ, ზუსტ და ღრმა სამხედრო კონტენტს YouTube-ზე. ახლა საზღვაო ძალებმა თავდასხმის პრობლემის გენიალური გადაწყვეტა იპოვეს. აღარ არის გამოუსადეგარი AGS დანადგარები. მათ ადგილას მოდის 4 დიდი თანამედროვე ტვირთის მოდულის მილი, რომელთაგან თითოეული 87 დიუმიანი მილი 3 რაკეტის მოთავსებას შეძლებს და ეს მხოლოდ ჩვეულებრივი რაკეტები არ არის. ზუმვალტის კლასის ხომალდებს გადაკეთებენ, რათა გამოიყენონ ჩვეულებრივი სწრაფი დარტყმის, ანუ CPS სისტემა, ჰიპერბგერითი boost glide იარაღი, რომელსაც შეუძლია 1700 მილის გადალახვა. ეს არის არაბილთული ულტრასტრაფი დარტყმის შესაძლებლობის ახალი კლასი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე თავდაცვების გარღვევა და ახალ საფრთხეებზე თითქმის მყისიერი რეაგირება. CPS არის ახალი ჰიპერბგერითი რაკეტების ოჯახის ნაწილი, რომელსაც Lockheed Martin ავითარებს. CPS საზღვაო ძალებისთვის გრძელდისტანციური ჰიპერბგერითი იარაღი, ანუ LRHW, სახმელეთო ჯარებისთვის და საჰაერო სწრაფი რეაგირების იარაღი, ანუ ARRW, საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი ჰაერი მიწა რაკეტა. საზღვაო ძალების CPS და სახმელეთო ჯარების LRHW იყენებენ ერთსა და იმავე საერთო ჰიპერბგერით სრიალა კორპუსს, რაც ეხმარება ხარჯების შემცირებაში, განვითარების დაჩქარებაში და მომავალი განახლებების გამარტივებაში. CPS-ის მექანიზმი აერთიანებს რაკეტი დაჩქარების ფაზას, რასაც მოხვება აეროდინამიკური ძალების გამოყენება სრიალის ფაზაში. ეს დიზაინი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, გრძელ მანძილზე და მანევრირებად დათყმებს, გაზრდილი გადარჩენის უნარით მტრის თავდაცვითი სისტემების წინააღმდეგ. 2025 წლის მაისში საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ Cape Canaveral's კოსმოსური ძალების სადგურზე წარმატებით ჩაატარეს მიწაზე დაფუძნებული სრული ფრენის ტესტი, ცივი აირის გაშვების მეთოდის გამოყენებით. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაკეტის ძრავი ინთება მას შემდეგ, რაც რაკეტა შახტიდან გამოვა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც ვიცე-ადმირალი ჯონი R. ვულფი უმცროსი განმარტავს. ცივი აირის მეთოდი საშუალებას აძლევს საზღვაო ძალებს რაკეტა პლატფორმიდან გამოაგდონ და გემის ზემოთ უსაფრთხო მანძილამდე აიყვანონ, სანამ პირველი საფეხურის ძრავი ჩაირთვება. ზუმვალტის კლასის ხომალდები ახლა 12 ასეთ რაკეტას ატარებენ და ეს თამაშის წესებს ცვლის. ეს ზუმვალტის კლასის ხომალდს არაეფექტური სანაპირო მხარდაჭერის გემიდან გარდაქმნის მოწინავე, უხილავდა შორ მანძილზე დამთქმელ პლატფორმად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოტენციური წყნარი ოკეანის თეატრში შესაძლო კონფლიქტებისთვის. ჰიპერბგერითი იარაღები, როგორც ესა, ფრენისას მანევრირებას ახდენენ სიჩქარით, რომელიც წამში 1 მილზე მეტია. ამის გამო მათი აღმოჩენა და ჩამოგდება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ბალისტიკური ან ფთოსანი რაკეტების შემთხვევაში. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ახლა მეთაურებს შეუძლიათ დაარტყან სამიზნეებს 1700 მილამდე მანძილზე, რაც მტრის საჰაერო თავდაცვის ზონას ბევრად ცდება. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? როგორც ჯერი ჰენდრიქსი, საზღვაო ძალების გადამდგარი კაპიტანი და პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომელიც ახლა საგამორ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია, ამ ხომალდებს შეეძლებათ ასეთი სიზუსტით დარტყმა ფლოტის დანარჩენი ნაწილის სროლის არეალის მიღმა. რაც კიდევ უფრო კარგია, მათი დაბალი რადარის ამრეკლი ზედაპირის გამო, ისინი ბევრად უფრო თავისუფლად შეძლებენ ოპერირებას იმ რეგიონებში, სადაც მოწინააღმდეგეები იყენებენ ტერიტორიაზე წვდომის შეზღუდვის სტრატეგიებს, რაც სხვა პლატფორმებს შეიძლება შეაფერხებდეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მტრის რეაგირების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ტომაჰაუკის რაკეტას დაახლოებით 1 საათი სჭირდება 500 მილის დაშორებით სამიზნემდე მისაღწევად. CPS იგივე სამიზნეს 10 წუთში დაარტყამს. ის გუამიდან ტაივანის სრუტემდე სულ რაღაც 30 წუთში მიაღწევს. მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად ძლიერი იქნება მისი დარტყმა, როცა მიაღწევს. ცნობილია, რომ სისტემა იყენებს საბრძოლო ქობინს, რომელიც გავს Dark Eagle-ის სახმელეთო ჰიპერბგერითი რაკეტების სისტემის საბრძოლო ქობინს, ანუ საერთო ჰიპერბგერით პლანირებად ბლოკს. მოხსენებულია, რომ Dark Eagle-ის საბრძოლო ქობინის წონა 13.6 კილოგრამზე ნაკლებია. ბევრ უკრაინულ $500 FPV დრონს უფრო მეტი აქვს. მაგრამ მთავარი დამანგრეველი ძალა აქ ჰიპერბგერითი აპარატის კინეტიკური დარტყმით არის უზრუნველყოფილი. სამხედროების თქმით, რაკეტა განკუთვნილია ისეთი ზომის ტერიტორიის გასანადგურებლად, როგორიცაა ავტოსადგომი. ასე რომ სავარაუდოდ საბრძოლო ქობინის წონა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ფაქტობრივად ასაფეთქებელი მუხტი, რომელიც განკუთვნილია დამთმელი ელემენტების გასაფანტად, რათა ისინი მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებს მოხვდნენ. ზუმალტები ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ჰიპერბგერითი რაკეტებისთვის, მოწინავე ბაზებად ისეთ საკვანძო პუნქტებში, როგორიცაა ჰავაი, შესაძლოა ანალოგიური შესაძლებლობების წყალქვეშა ნავებთან ერთად. შემდეგი ვინც მიიღებს CPS რაკეტებს, არის ვირჯინიის კლასის Block TASI წყალქვეშა ნავები, სადაც რაკეტების შესანახად დამატებული იქნება 4 დამატებითი სილოსი ვირჯინიის ტვირთის მოდულში. ამ ახალი მისიის პროფილთან ერთად მიმდინარეობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება: სათვავის ხანგრძლივობისა და სვლის მანძილის მოდიფიკაცია. ჩინეთის აღზევებასა და სახალხო განმათავისუფლებელი არმიის შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, სამმა ზუმვალტის კლასის გამანადგურებელმა გონიურულად შეიცვალა დანიშნულება და ახლა ისინი სტრატეგიულ სამიზნეებზე ჰიპერბგერით იარაღს ისვრიან. ზუმვალტის ოპერაციული სიშორისა და თეატრში ხანგრძლივად ყოფნის შესაძლებლობის გაზრდა მხოლოდ აძლიერებს ამ ამოცანათა სპექტრს. ეს მოდიფიკაციები გემის არსებულ მარილიანი წყლის ბალასტის ავზებს გარდაქმნის, რათა გაიზარდოს სათვავის ზეთის დევადობა. დაგეგმილია დამატებითი მოდიფიკაციებიც, რომლებიც გაზრდის სათვავის რაოდენობას, რომელსაც ზუმალტის კლასის გემი შევსებისას მიიღებს გაზრდილი საცავის მოცულობის გასათვალისწინებლად. ეს ნიშნავს, რომ საზღვაო ძალების პირველი ჰიპერსონიკული დარტყმის პლატფორმები შეძლებენ ზღვაში უფრო ხანგრძლივად დარჩენას და ეს შესაძლებლობა გადამწყვეტი იქნება ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში მოწინააღმდეგეების შეკავების მისიებისთვის. ამიტომ მარტივია იმის დანახვა, თუ რატომ გადაწყვიტა საზღვაო ძალებმა ზუმალტის ჰიპერბგერითი იარაღით გამოцоცხლება და საჯდება გემის ახალი როლი ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების ცვალებად სტრატეგიაში, განსაკუთრებით ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში. მაგრამ ნამდვილად საკმარისია 12 ჰიპერსონიკული რაკეტა, რომ ასეთი აღფრთოვანება გამოიწვიოს. თუ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მილიარდებს შთანთქავს და ჩაძირული ხარჯების მახეში არ მოჩნდება. ამას დრო გვიჩვენებს. საბედნიეროდ, პირველ შეფასებას დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ზუმბალტი 2026 წლის ბოლოს ხელახლა შევა სამსახურში. 3 წლის მშრალ დოგში ყოფნის შემდეგ წელს ადრე ის ზღვის საცდელ გასვლაზე შენიშნეს. დანარჩენი ზუმალტის კლასის გამანადგურებლებიც დროთა განმავლობაში იგივე სტანდარტამდე განახლდება. მოდერნიზაციის პროცესში მყოფი მესამე ზუმალტის კლასის ხომალდის ლინდონ ბ ჯონსონის სამუშაოები უკვე დაწყებულია. წინა საარტილერიო დანადგარის დემონტაჟი და ზედმეტი აღჭურვილობის მოხსნის სხვა სამუშაოები უკვე დასრულებულია. და ხომალდის ექსპლუატაციაში დაბრუნება დაგეგმილია იმ დროისთვის, როცა ამ კლასის მეორე ხომალდი, მაიკლ მონსური, 2027 წელს გეგმიური ტექნიკური მომსახურებისთვის მშრებისთვის მშრალ დოგში შევა. ასე რომ მალე შევძლებთ ვნახოთ, რა განსხვავებას ქმნის ჰიპერსონიკული იარაღის ზღვაზე და არა მხოლოდ თეორიაში. ასევე გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ, გამოსწორდა თუ არა ზუმალტის კლასის კიდევ ერთი მთავარი ნაკლი, მშრალ დოგში. მუდმივი საიმედოობის პრობლემები. გარკვეულწილად ეს მოსალოდნელიცაა, რადგან აქ ინტეგრირებულია ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი ტექნოლოგიები. ინტეგრირებულმა ელექტრულმა ამძრავმა სისტემამ და ფართო ავტომატიზაციამ მაგალითად გამოიწვია აღჭურვილობის ხშირი მწყობრიდან გამოსვლა. თავდაპირველი საზღვაო გამოცდების დროს 2017 წლის დეკემბერში USS მონსურმა მამოძრავებელი სისტემის პრობლემები განიცადა, რადგან ზღვის წყალი ელექტროკომპონენტებში შეიჭრა, რამაც გამოცდები შეამცირა და საბოლოოდ გადაცემა დააგვიანა. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც 2016 წელს პანამის არხში გადასვლისას მამოძრავებელი სისტემის ავარია მოხდა. ამ მოვლენამ გამოკვეთა სისუსტეები ელექტროგანაწილებასა და სტელსთან დაკავშირებულ კომპოზიტურ მასალებში, რამაც მაღალი ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები და ოპერაციული ხელმისაწვდომობის შემცირება გამოიწვია. ეს საწყისი პრობლემები გამწვავდა ახალი სისტემების იმედად ყოფნით, რომლებიც ზღვაში სათანადოდ არ იყო გამოცდილი. ეჭვგარეშეა, რომ კიდევ იქნება საწყისი პრობლემები CPS სისტემის დამონტაჟებისას, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ეს ყველაფერი დამატებით მილიარდებს დაუმატებს უკვე სიგიჟემდე გაზრდილ ხარჯებს. CPS-IAP არ იქნება. აი რატო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მიესალმა ზუმალტის ახალ როლს, ბევრ სხვას აინტერესებს, ღირს თუ არა ზუმალტის გადამუშავების ეს მცდელობა იმ ფასად და რესურსებად, რაც ამას სჭირდება. თუნდაც ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს და ეს და ახალი ზუმალტი აშშ-შ საზღვაო ფლოტის ყველაზე მომაკვდინებელი გემი გახდეს. სულ 3 არსებობს და მეტი აღარ იქნება.
რამდენად მნიშვნელოვანი ან არსებითი გავლენა შეიძლება კონდეს სამ გემს მთლიან ძალაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვადარებთ საზღვაო ფლოტის უფრო დიდ არლეიბერგის კლასის გამანადგურებლებსა და მომავალში დაგეგმილ საბრძოლო გემებს. ზოგიერთი შეფასებით, თუ ჰიპერბგერითი განახლების ხარჯები პროგნოზებში დარჩება, რაც ზუმალტის ისტორიიდან გაუნდინარე საკმაოდ დიდი კითხვაა. CPS-ის ინტეგრაცია თითოეულ ზუმალტ კლასის გემს დაახლოებით $442 მილიონ დაუმატებს. დავარქვათ ამას 1.5 მილიარდი დოლარი სამ გემზე ჯამში. იქნებ ეს თანხა სხვაგან უკეთესად იყოს გამოყენებული. მრავალი ექსპერტი უკვე თვლის, რომ მრავალმილიარდიანი გემების, როგორიცაა ავიამზიდები და გამანადგურებლები, ეპოქა დასრულდა და ახალ ეპოქაში უპილოტო საზღვაო ხომალდები დომინირებენ. უკრაინამ ფაქტობრივად რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დასავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან საჰაერო და საზღვაო დრონების გამოყენებით გააძევა. ამასობაში აშეთეშეს პირდაპირ მოუწია ირანული და ჰუსიტური დრონებისა და გემსაწინააღმდეგო რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა. პარალელურად კი ოპერაციებს აგრძელებს სპარსეთის ყურეში, ადენის ყურესა და წითელ ზღვაში. ამ 1.5 მილიარდი დოლარით საზღვაო ძალებს შეეძლოთ შეეძინათ დაახლოებით 5 რაკეტებით აღჭურვილი დიდი უპილოტო ზედაპირული ხომალდი, ანუ LUSV. ან შეეძინა დაახლოებით 25 საშუალო მრავალფუნქციური ზედაპირული დრონი, ან და დაახლოებით 12 გრძელდისტანციური ავტონომიური წყალქვეშა ნავი. ჰიბრიდული ფლოტის მიდგომა უზრუნველყოფს მეტრაოდენობას, განაწილებულ სენსორებს და ადამიანური სიცოცხლისთვის ნაკლებ რისკს, ვიდრე ერთი მაღალი ღირებულების ეკიპაჟიანი პლატფორმა. ეს არის გემი, რომელიც თითქოს არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მრავალი გემიდან რუსული ჩtildeოვანი ფლოტის შემადგენლობაში, რომელიც პუტინის ომს აცოცხლებს, უკანონო ნავთობის მთელ მსოფლიოში გადატანით. მაგრამ ის გამოიჭირეს. ჩtildeოვანი გემი ნამდვილად რეალური აღმოჩნდა და ის დიდმა ბრიტანეთმა იპოვა. და როგორც კი გემი შენიშნეს, ყველაფერი დასრულდა. დიდმა ბრიტანეთმა ჯეიმს ბონდის სტილში იმოქმედა, როდესაც სამეფო საზღვაო ქვეითები გაგზავნა. არ გზავნა არა მხოლოდ რუსეთის საეჭვო გემის შესაჩერებლად, არამედ მის ასასვლელად და იმის გამოსავლენად, რაც ცდილობს პუტინი, რომ თავისი ომი გააგრძელოს. ახალი ამბავი 14 ივნისს გავრცელდა. სამეფო საზღვაო ქვეითების კომანდოსებმა დღის ადრეულ საათებში ინგლისის არხში, სადღაც რუსეთის ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერზე ავიდნენ. ამ საზღვაო ქვეითებს შეუერთდნენ ოფიცრები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ეროვნული დანაშაულის სააგენტოს, ანუ NCA-ს წევრები იყვნენ და მათ მხარდაჭერა გაუწია სამეფო საჰაერო ძალები, რომ დაესრულებინათ 6 საათიანი ოპერაცია, რომელიც BBC-ს ინფორმაციით იყო პირველი მსგავსი ტიპის ოპერაცია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რუსეთის ჩtildeოვანი ფლოტის წინააღმდეგ. არსებობს მიზეზები თუ რატომ დასჭირდა დიდ ბრიტანეთს ამგვარი ქმედებების დაწყებას ასე დიდი დრო, რადგან საჭირო იყო იურიდიული ბარიერების გადალახვა, მაგრამ ამ ეტაპზე ყურადღება კვლავ რუსეთის გემზე იქნება გამახვილებული. მას სმირნოფი ჰქვია და ის ერთ-ერთი იმ უზარმაზარი ძველი ნავთობის ტანკერებიდანაა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი იყენებს რუსეთის ნავთობისა და გაზის სოფლიოს გარშემო გადასატანად, მაშინ როცა ის სასუწარკვეთილად ცდილობს სანქციების მარწუხებიდან თავის დაღწევას. ალ-ჯაზირა კიდევ ცოტა ინფორმაციას გვაწვდის ამ გემის შესახებ. ის ამბობს, რომ სმირნოფი კამერუნის დროშის ქვეშ ცურავდა, რაც საკმაოდ ტიპური ტაქტიკაა ეგრეთ წოდებული ჩtildeოვანი ფლოტისთვის. რუსეთის დროშის ქვეშ ცურვა გემს აშკარა სამიზნედ აქცევს. რუსეთი ამის ნაცვლად ცრუად იყენებს სხვა ქვეყნების დროშებს, იმ იმედით, რომ მისი საეჭვო გემები შეძლებენ მონიტორინგის თავიდან აცილებას და იქ მოხვედრას, სადაც სჭირდებათ. სმერატოსის შემთხვევაში, როგორც ჩანს, მას ეგვიპტეში, პორტ-საიდში სჭირდებოდა მისვლა. გემი რუსეთის ბალტიის პორტ უსტლუგადან 5 ივნისს გავიდა და გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 700,000 ბარელი ნავთობი გადაჰქონდა. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის თხევადი ოქროა, ლითონის კორპუსში მოქცეული. მაისში ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარმა ლუკ კუპერმა განაცხადა, რომ რუსეთი იღებდა დაახლოებით $49 თითო ბარელში. მას შემდეგ, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანში გამოიწვია ფასების ზრდა, $40 თითო ბარელზე, მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე დაიბლოკა. ამ მონაცემის გამოყენებით შეგვიძლია შევაფასოთ, რომ სმერატოსი გადაჰქონდა ოდნავ მეტი ვიდრე $41 მილიონი ღირებულების ნავთობი. რაც მთლიანად ის შემოსავალია, რომელიც რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო, რათა კრემლს დაებეგრა და თავისი წილი უკრაინის ომის დასაფინანსებლად გამოეყენებინა. ეს ნავთობი აღარ მიდის არსად და არც ის ფული, რომელსაც რუსეთი მისგან ელოდა. სმერატოსის საკუთრების სტრუქტურა კიდევ უფრო მეტ ნათელს სპენს მის როლს ჩtildeოვან ფლოტში. ალ-ჯაზირა ამბობს, რომ გემი რეგისტრირებულია ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კომპანიაზე სახელად Zhao Yao Shipping Limited, რომელიც როგორც მედია საშუალება ამტკიცებს, ფლობს კიდევ რამდენიმე ჩtildeოვანი ფლოტის გემს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულია. ამ კომპანიას ზედამხედველობს მენეჯმენტ კომპანია, რომელიც ინდოეთის ტამილ-ნადუს შტატშია დაფუძნებული, რაც გვიჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს საკუთრების მრავალფენიანი სტრუქტურა შექმნას იმის დასამალად, რომ ჩtildeოვანი ფლოტის გემები, რომლითაც ის სარგებლობს, რეალურად რუსეთს ეკუთვნის. ამ ყველაფერმა ვერაფერი შეცვალა 14 ივნისს. დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კომანდოსებმა რუსეთს აჩვენეს, რომ მისი არც ერთი ტაქტიკა არ მუშაობს, როცა მისი საეჭვო გემედან ერთ-ერთი ინგლისის არხში შევიდა. რაც ცოტა რამაც ვიცით ამ ოპერაციის შესახებ, მედიის ცნობებიდან და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან მოდის, რომელიც პუტინს მკაფიო გზავნილს უგზავნის, რომ მისი ჩtildeოვანი ფლოტის გემების ეკიპაჟები ვერაფერს გააკეთებენ იმ სამხედროების შესაჩერებლად, რომლებიც მზად არიან გემზე ავიდნენ.
ალ-ჯაზირას ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რეიდი 14 ივნისის გამთენიისას განხორციელდა და მასში სამეფო საზღვაო კომანდოსები მონაწილეობდნენ, რომლებიც პირდაპირ სმერატოზზე ჩავიდნენ ჩინუკის ვერტმფრენებიდან ჩამოშვებული თოკებით. ადგილზე იმყოფებოდა სხვა უცნობი სამხედრო თვითმფრინავებიც, რომლებიც მხარდაჭერისთვის იყვნენ გაგზავნილნი, ასევე სამეფო საზღვაო ფლოტის ფრეგატი და ნაღმების საძიებო ხომალდი. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ უსაფრთხოების მიზნით იყო გაგზავნილი. რუსეთის საეჭვო ხომალდს თანხლები ნებისმიერი სამხედრო გემი, როგორც კი მიხვდა მისი დაკავების გარდაუვალობას, გადაწყვიტა მის გარშემო ნაღმები დაეგო. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები ამყარებს ალ-ჯაზირას მტკიცებებს. 1.44 წამიან ვიდეოში ვხედავთ, როგორ ჩადიან საზღვაო ქვეითები რუსულ ხომალდზე ვერტმფრენით, რასაც მოჰყვება კომანდოსების ეტაპობრივი ჩხრეკა ხომალდზე. კაიუტები შემოწმებულია, დოკუმენტები აღმოჩენილია და ვიდეოდან აშკარად ჩანს, რომ საზღვაო ქვეითებს სმერატოს ეკიპაჟისგან დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ეს მოსალოდნელიც იყო, ხომალდი ნავთობის ტანკერია და არა სამხედრო გემი. თუმცა ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი თავის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე ჯარისკაცებს განათავსებს. ამიტომ სამეფო საზღვაო ქვეითები მზად უნდა ყოფილიყვნენ სროლის დაწყების შესაძლებლობისთვის. საბედნიეროდ მსგავსი არაფერი მომხდარა. ოპერაციის ბოლოს გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ NCA-ის ოფიცრებმა ინდოეთის მოქალაქე დააკავეს სანქციებთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვის საფუძველზე. 20 კაციანი ეკიპაჟის დანარჩენი წევრები როგორც ჩანს საქართველოდან და ინდოეთით იყო და ყველა მათგანი ბორტზე დარჩა, რადგან როგორც გაერთიანებული სამეფო ამბობს, ისინი გამოძიებაში დახმარებას უწევენ. ეს ლამაზად ნათქვამია იმის შესახებ, რომ ისინი შარვლებში ლაქებს ტოვებენ, სანამ საზღვაო ქვეითები და NCA-ის ოფიცრები მათ კითხავენ, რატომ მუშაობენ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემზე. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა სერ კეირ სტარმერმა სწრაფად აღნიშნა ოპერაციაში გამოვლენილი სიმამაცე. ასევე ის თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ახლა გაერთიანებული სამეფო ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე რეიდებს ატარებს. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აკანებს რუსეთს და ახსენებს ყველას, ვინც პუტინის ომს უკრაინაში აფინანსებს, რომ ჩვენ მათ დამალვის საშუალებას არ მივცემთ, განაცხადა სტარმერმა. რეიდი სტარმერისთვის საუკეთესო დროს მოხდა, რადგან ის ჯერ კიდევ შოქშია იმ ფაქტის გამო, რომ მისი თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი გადადგა იმის გამო, რომ მიაჩნია, გაერთიანებული სამეფო ძალიან ცოტა თანხას ხარჯავს ეროვნული თავდაცვისთვის. რაც შეეხება რუსეთის პასუხს, ასეთი ჯერ არ ყოფილა. რუსეთს არ სურს აღიაროს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ის მთელი მსოფლიოს თვალწინ დაამცირა და მით უმეტეს არ უნდა მიიპყროს მეტი ყურადღება ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდზე, რომლის არსებობაც ოფიციალურად არც კი უნდა არსებობდეს. ასე რომ პუტინს უწევს უყუროს, როგორ აჩვენებს გაერთიანებული სამეფო ხელში ჩაგდებულ ხოლხომალდს და ბრაზდება, როცა ხედავს ვიდეოებს და აცნობიერებს, რომ გაერთიანებული სამეფო ჩრდილოვანი ფლოტის საკითხში სერიოზულად მოზულად მოქმედებს. სანქციები საკმარისად ეფექტური აღარ იყო. ეხლა სამეფო საზღვაო ქვეითები აკეთებენ იმას, რაც სანქციებმა ვერ შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლს არ უპასუხია, გარკვეული რეაგირება მაინც ჰქონდა რუსეთს, რომელიც გაჩნდა გაერთიანებული სამეფოს რეიდის შემდეგ. არც სიტყვებით კმოლა, არც ბრძანებები გაცემლა, რომლებსაც რუსეთიდან გარეთ ვინმე გაიგებდა. მაგრამ რაღაც დაიწყო ინგლისის არხში, რაც გაერთიანებულ სამეფოს მიანიშნებდა, რომ პუტინმა მიიღო ის გზავნილი, რომელიც 14 ივნისს გაუგზავნეს, მკაფიოდ და ნათლად. ჩრდილის ფლოტის გემები გაიფანტნენ და არხიდან ისე სწრაფად გაცურეს, როგორც მათი ძრავები შეძლებდნენ. თავის 14 ივნისის ანგარიში, სადაც საზღვაო ქვეითების რეიდს აშუქებს, iPaper-მა გაამჟღავნა, რომ ჩრდილის ფლოტის 6 ტანკერი ინგლისის არხიდან მაშინვე გავიდა მას შემდეგ, რაც სმერატოსი დააკავეს და ამ გემებს დარჩენის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდათ. მიმართულების შეცვლა ერთის შემდეგ მეორედ აღირიცხა, რის შედეგადაც რუსეთის ჩრდილის ფლოტის 6-მა გემმა სულ რაღაც 67 წუთში დატოვა წყლის გზა, რომელიც ბრიტანეთმა ახლახან უკიდურესად სახიფათო მარშრუტად აქცია. 6 გემიდან 3-მა უკუსლა აიღო რუსეთისა და სკანდინავიის მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო ხომალდები, რომლებიც რუსული ბალტიის პორტებიდან ნავთობით დაიტვირთნენ და ახლა უკან ბრუნდებოდნენ, სანამ ბრიტანეთის საზღვაო ქვეითები მათაც მიაგნებდნენ და დააკავებდნენ. დანარჩენმა 3 ხომალდმა სხვა გზა ერჩია. ინგლისის არხიდან მოშორდნენ და ირლანდიისკენ გაემართნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ ბრიტანეთს არ ეყოფოდა დრო ან რესურსი, რათა ისინი შეეჩერებინა, როცა ინგლისის არხის გვერდის ავლით ცდილობდნენ. თუ ეძებთ რუსეთის პასუხს სმერატოზზე თავდასხმაზე, მაშინ ეს ხომალდები სწორედ ამას წარმოადგენენ. გაიქეცით ბრიტანეთისგან რაც შეიძლება შორს. გაზეთი აი ამხელს, რომ ამ 6 გაქცეული ხომალდის შესახებ ცოტა მეტი ვიცით. რადგან 2, მაინი და ხაზარი, რუსეთიდან ეგვიპტის პორტებში მიემგზავრებოდა ზუსტად ისე როგორც სმერატოსი. სხვა, სახელად სონა, სუდანიდან გამოდიოდა, მაგრამ ასევე ეგვიპტის მიმართულებით მიემართებოდა. პატე აცხადებს, რომ ინდოეთის პორტ ჩენაიში მიემართება, თუმცა ახლა ხორვატიის მარინასკენ მიემგზავრება მას შემდეგ, რაც ირლანდიისკენ გადაუხვია. და ბოლოს დანარჩენ 2 გემს, Lion Ones და Sea Vikings, დანიშნულება არ გამოუცხადებიათ. ყველა ამ გემმა მიიღო შეტყობინება და ეს შეტყობინება მკაფიოდ დააფიქსირა მაიორ გენერალმა ბასტერ ჰაუსმა, რომელიც სამეფო საზღვაო ქვეითების ყოფილი გენერალური კომენდანტია. პუტინის მიდრეკილება 1000-ობით მცირე დარტყმით დაასუსტოს საერთაშორისო წესრიგი. ის ერთ ნაბიჯს დგამს და შემდეგ მთელ გზას ითვისებს. ამიტომ ფიქრობ, სადაც შეგვიძლია ყველგან უნდა შევეწინააღმდეგოთ მას, განაცხადა ჰაუსმა სმერატოზზე თავდასხმის შემდეგ. მან დაამატა, ეს სწორია, ჩვენ უნდა ვაპატრულოთ ჩვენი წყლები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს წყლებზე კონტროლი გვაქვს.
და სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია სხვა ქვეყნების წყლები აკონტროლოს თავისი გემების დამალვით. დიდმა ბრიტანეთმა ახლახან ისევ დაიბრუნა კონტროლი. აცნობა პუტინს, რომ ინგლისის არხი ახლა მისთვის დახურულია. მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა. რატომ დასჭირდა დიდ ბრიტანეთს 2024 წლის 14 ივნისამდე, ანუ 4 წელზე მეტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომ ბოლოს და ბოლოს პირველად დაეკავებინა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემი? ამის კარგი მიზეზი არსებობს, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხზე ჯერ არ ხართ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ღილაკს. დიდ ბრიტანეთს დიდი ხანია პრობლემა აქვს ჩრდილოვან ფლოტთან, რომელიც ინგლისის არხს იყენებს. 12 მაისის ანგარიშში BBC Verify-მ გამოავლინა 184 საეჭვო ხომალდი, რომელთაგან ყველა სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ. ამ ხომალდებმა ერთად 238 მოგზაურობა განახორციელეს დიდი ბრიტანეთის წყლებში, მას შემდეგ გასული 7 კვირის განმავლობაში. სტარმერმა მარტში რუსეთს მუქარით მიმართა, რომ მან დიდი ბრიტანეთს მისცა უფლება, შეეჩერებინა და ბორტზე ასულიყო ეს ხომალდები. რუსეთმა აშკარად არ მიიღო ეს მუქარა სერიოზულად და ივნისის შუა რიცხვებამდე ასე ჩანდა, რომ მართალიც იყო. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდები ასეულობით გადიოდნენ დიდი ბრიტანეთის წყლებში და მათ არავინ აჩერებდა. შემდეგ რასაც შეიცვალა. ცვლილება სტარმერის გაფრთხილებით დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უბრალოდ ცარიელ სიტყვებს არ ამბობდა. როგორც ალ-ჯაზირა აღნიშნავს, სტარმერმა მართლაც მისცა ბრიტანეთის ხელისუფლებას უფლება შეეჩერებინათ ბორტზე ასულიყვნენ და დაეკავებინათ სანქცირებული ხომალდები ბრიტანეთის წყლებში, ჯერ კიდევ მარტში. სამართლებრივი ჩარჩო შემუშავდა, მაგრამ ფაქტობრივად 11 კვირის განმავლობაში გამოუყენებელი დარჩა, სანამ სამეფო საზღვაო ქვეითები 14 ივნისს არ შეიჭრნენ ჩრდილოვანი ფლოტის გემზე. ალ-ჯაზირა ამბობს, რომ მხოლოდ ჩარჩო საკმარისი არ იყო. სხვა სამართლებრივი საკითხებიც უნდა დარეგულირებულიყო და გაერთიანებულმა სამეფომ ასევე უნდა გადაეწყვიტა, როგორ გაუმკლავდებოდა დაჭერილი გემების შენახვის ხარჯებს, რაც ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა, თუ ქვეყანა დაიწყებდა ყველა ჩრდილოვანი ფლოტის გემის შეჩერებას, რომელიც მის წყლებში გაივლის. ამიტომ 14 ივნისის ოპერაცია გვიჩვენებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკვე მოაგვარა პრობლემები. ჩვენ არ ვიცით, რამდენად რეგულარული იქნება ასეთი დაჭერები მომავალში, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკვე შექმნა პრეცედენტი, რომელსაც ვეღარავინ უარყოფს. და ეს ძალიან ცუდი ამბავია რუსეთისთვის. ეს ნიშნავს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ საბოლოოდ გადავიდა სანქციებიდან დაყადაღებაზე. აი რას ნიშნავს ეს, როგორც ჩრდილოვანი ფლოტის მომავალისთვის, ასევე რუსეთის ომისთვის უკრაინაში. რაც ახლა ნახეთ არის ის, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბოლო ნაწილი დაამატა იმ თავსატეხს, რომის ამოხსნასაც 4 წელია ცდილობს. მანამდე ასობით სანქცია იყო მთავარი იარაღი, რაც გაერთიანებულ სამეფოს ჩრდილოვანი ფლოტის შესაჩერებლად ჰქონდა. სამეფო საზღვაო ძალების ვებგვერდი ამას უსვამს ხაზს, სადაც აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოს 500-ზე მეტ საეჭვო რუსულ გემზე აქვს სანქციები დაწესებული და რომ ამ სანქციებმა დასავლეთის სხვა ქვეყნების სანქციებთან ერთად ხელი შეუწყო რუსული ნავთობისა და გაზის შემოსავლების 24%-ით შემცირებას 2025 წელს. მსგავსი ვარდნა ვიხილეთ 2026 წლის პირველ კვარტალშიც, როდესაც რუსეთის ის ნავთობისა და გაზის შემოსავლები დამატებით 45.4%-ით შემცირდა. თუმცა ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად ფასების ზრდამ რუსეთს საშუალება მისცა ზიანი ნაწილობრივ შეემცირებინა. თუმცა სანქციები იმდენად ეფექტურად მუშაობდა, რამდენადაც შეეძლო. დიდი ბრიტანეთი შორს იყო უმოქმედობისგან, როდესაც საქმე რუსული გემების დაჭერას ეხებოდა. უბრალოდ ამას პირდაპირ არ აკეთებდა. მაგალითად, BBC-მ 1 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა ატლანტიკის წყლებში ჩრდილოვანი ფლოტის გემის სახელად ტაგორე დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა დამსახურებულად მიიღო ამ დაჭერის კრედიტი, დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა მას, როდესაც გამოიყენა ვერტმფრენი, რომელიც ადრე HMS Somerset-ზე იყო განთავსებული, რათა რუსული გემი საფრანგეთისთვის გაეკონტროლებინა და დაეთვალიერებინა. შეიძლება ეს გაკვეთილი იყო დიდი ბრიტანეთისთვის. 2 კვირის შემდეგ მან თავადაც ჩაატარა დაკავება. დიდმა ბრიტანეთმა 14 ივნისს სმერატოსის დაჭერის შემდეგ 16 ივნისს გამოაცხადა, რომ ახალი სანქციების პაკეტი დააწესა ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. ამ სიას 20-ზე მეტი ხომალდი დაემატა, რაც რუსეთს აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი ახლა მაქსიმალურად ამკაცრებს კონტროლს მის საეჭვო გემებზე. დამატებითი სანქციები დაწესდა საზღვაო მომსახურებებსა და სადაზღვეო კომპანიებზე, რომლებიც რუსეთის ფლოტს უჭერენ მხარს. და დიდი ბრიტანეთი ასევე გახდა პირველი 7 ქვეყნის ჯგუფში, რომელმაც სანქციები დაუწესა გემებს, რომლებიც რუსეთის არქტიკული თხევადი ბუნებრივი აირის მეორე პროექტში მონაწილეობენ, რაც მილიონობით ტონა აირის ექსპორტს გულისხმობს და წარმოადგენს კიდევ ერთ წყაროს იმ შემოსავლებისა, რასაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა პუტინის ბინძურ შემოსავალს უწოდებს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტისთვის ახლა უკვე დასრულდა დიდი ბრიტანეთის წყლებში უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა. სამეფო საზღვაო ძალები აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი პასუხისმგებელია რუსეთის სანქცირებული ნავთობის 75%-ის გადაცენტის გადაზიდვაზე, 700 გემისგან შემდგარი ფლოტით, რაც პუტინისთვის და მის ომისთვის მთავარი სიცოცხლის ხაზი წარმოადგენს. 14 ივნისის დაკავება პუტინისთვის რამდენიმე მიმართულებით დროული დარტყმაა. არსებობს ის ფაქტი, რომ ეს მოხდა ჰილის წასვლიდან მალევე, რაც ნიშნავს, რომ ამას შეიძლება სტარმერის გზავნილად მივიჩნიოთ ბრიტანეთის მოსახლეობისადმი, რათა აჩვენოს, რომ ის მართლაც სერიოზულად ეკიდება რუსეთის საფრთხეს. ეს ნაბიჯი ასევე გადაიდგა დიდი შვიდეულის სამიტის წინა დღეს, რომლის დროსაც ჯგუფმა განხილა სხვა ზომები, რომლითაც უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება.
ეხლა გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია გაიხსენოს, რა გააკეთა ინგლისის არხში, ასევე რა დაეხმარა საფრანგეთს რამდენიმე კვირით ადრე და თქვას. აი ესე ვეხმარებით უკრაინას ეხლა, ვახდენთ მეტ ზეწოლას, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვან ფლოტზე. და სწორედ ეს ზეწოლა, რომელიც საბოლოოდ შედეგს გამოიღებს. რატომ? გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩამორთმევა და იმის მინიშნება, რომ კიდევ მეტი იქნება, მოხდა იმ დროს, როცა პუტინს შეჭრის დაფინანსება უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ოდესმე. როცა ვამბობთ, რომ ჩრდილოვანი ფლოტი რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს გადაჭარბება არ არის. The Guardian-ის მიხედვით ეს ფლოტი რუსეთს ყოველწლიურად დაახლოებით 87-დან 100 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს აძლევს, რაც მთლიანად ის თანხა, რომელსაც შეიძლება გადასახადი დაეკისროს, რათა მილიარდები კვლავ პუტინის საომარი ბიუჯეტში მოხვდეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოვანი ფლოტი არის მთავარი შემოსავლის არტერია, რომელიც ამჟამად რუსეთს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამიტომ ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთი ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე რეიდების ჩატარებას იწყებს, რუსეთისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა. ქვეყანა უკვე დამანგრეველი რეცესიის ზღვარზეა, პუტინის საომარი ხარჯებისა და პოლიტიკის შედეგად. ჟაკობინი იუწყება, რომ რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტის დეფიციტმა 2026 წლის პირველ 4 თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს, დაახლოებით 2.5%-ს მიაღწია. და ამ 4 თვის განმავლობაში ის უკვე უფრო მაღალია, ვიდრე მთელი 2025 წლის დეფიციტი. რუსეთმა 2026 წლის პირველ კვარტალში ბოლოს 3 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა MŠP-ს შემცირება. მიუხედავად ამისა, პუტინი აგრძელებს ფულის ხარჯვას თავისვას თავის ომზე. ევრომაიდან პრესი იუწყება, რომ 2026 წლის დასაწყისში რუსეთის ბიუჯეტის 46% ომზე დაიხარჯა, მაშინაც კი როცა შემოსავლები იკლებდა. და ახლა ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ატარდებენ. და უკვე გადატვირთული რუსეთი ახლა სწრაფად მიექანება ფინანსური ჯოჯოხეთისკენ, განსაკუთრებით თუ ასეთი დაყადაღებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ბრძოლის ველზე ფულის ამოწურვა პუტინის გეგმებს უკრაინის მიმართ დიდ ზიანს მიაყენებს. რუსეთი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ ჯარისკაცებს რეკორდულ 80,000 დოლარის ხელმოწერის ბონუსს თავაზობს ხელშეკრულების გაფორმებისთვის, ასევე 6 ნიშნავალის ჩამოწერასა და უზარმაზარ ხელფასებს. CNN-ის ინფორმაციით ეს არ შეუშლია ხელს რუსეთში რეკრუტირების მაჩვენებელს, რომელიც 2026 წლის პირველ კვარტალში 20%-ით ნაკლებია, ვიდრე იგივე პერიოდში 2025 წელს. რუსეთის მთელი საომარი ძალისხმევა დამოკიდებულია იმაზე, რომ შეძლოს უზარმაზარი თანხების დახარჯვა მოხალისეების მოსაზიდად და მათთვის კონტრაქტზე ხელმოწერის შეთავაზება. ეს მიდგომა ვერ გაგრძელდება, თუ ჩრდილოვანი ფლოტიდან შემოსავალი შეწყდება. მოკლევადიანი დათმებიც კი როგორიცაა ის, რაც ახლახან გაერთიანებულმა სამეფომ მიაყენა, საზიანოა. ისინი ქმნიან რისკს, რაც იწვევს დაგვიანებებს, რადგან ხომალდები ან არ გადიან ზღვაზე, ან ალტერნატიულ მარშრუტებს პოულობენ, რაც ყველაფერი რუსეთის სამხედროების ფულადი ნაკადის შემცირებას იწვევს. რუსეთის სამხედრო რეკრუტირების ხარჯები მარტო ახლა ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს და სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კრემლს სჭირდება იმაზე მეტი შეთავაზება, ვიდრე ახლა რეკორდულ თანხებსაც კი სთავაზობს, რათა დაძლიოს მზარდი რეკრუტირების კრიზისი. ამიტომ ის, რაც დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა, მხოლოდ ჩრდილოვან ფლოტზე დათქმა არ იყო. ეს არის ხანჯალი, რომელიც რუსეთის საომარი მანქანის ცოცხალ გულშია ჩარჩობილი. რუსეთის გეგმა ფულით მოიგოს ომი საფრთხის ქვეშაა სანქციებისა და კონფისკაციების კომბინაციის გამო და დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად ჩაერთვა ამ უკანასკნელში, მას შემდეგ რაც წლები გაატარა პირველის ხელმძღვანელობით. შეიძლება კიდევ მეტი გაკეთდეს რუსეთის საეჭვო ფლოტის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, 4 ივნისის სტატიაში United 24 მედია ამტკიცებდა, რომ უმეტესობა დაჭერილი ჩრდილოვანი ფლოტის გემებისა დაკავებულია, მოწმდება და საბოლოოდ თავისუფლდება, რადგან ევროპულ კანონმდებლობაში არ არსებობს მექანიზმი მათი მუდმივი კონფისკაციისთვის. ეს შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, ახალი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც რუსეთის დაჭერილ გემებს სამუდამოდ გაიყვანს ექსპლუატაციიდან. შემდეგ ქმედებები, რომლებიც დღეს პუტინს აშფოთებს, შეიძლება გადაიქცეს კამპანიად, რომელიც ხვალ რუსეთის ომს დაასუსტებს. მაგრამ ეხლა, როდესაც სამეფო საზღვაო ქვეითები შტურმით იღებენ ჩრდილოვანი ფლოტის გემს, ეს ძლიერი გზავნილია. დიდი ბრიტანეთი რუსეთის საეჭვო გემებს უმიზნებს და ბრიტანეთის გარშემო წყლები ბევრად ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე ადრე იყო. საფრანგეთი უკვე აწუდის ამ გზავნილს რუსეთს. ამ ვიდეოში თარგორის დაკავება ვახსენეთ და შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ რა გააკეთა საფრანგეთმა, როგორ დაეხმარა დიდი ბრიტანეთი და რას ნიშნავს ეს დაკავება. როგორ? უყურეთ ჩვენს ვიდეოს, სადაც დეტალურად განვიხილავთ, როგორ მიანიშნა საფრანგეთმა ახალ ფაზაზე, თუ როგორ ებრძვის დასავლეთი ჩრდილოვან ფლოტს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზები დასავლეთის ძალების უახლეს ქმედებებზე, რომლებიც პუტინისა და მისი საომარი მანქანის დასაზიანებლად არის მიმართული და როგორც ყოველთვის მადლობა ურებისთვის.